მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია ტელეკომპანია სეზონი დღის შემაჯამებელი გადაცემით. ჩვენ ვხედავთ რამხელა გაუგებრობა, აჟიოტაჟი და საქმის გარჩევა მიდის დღეს იმ მარგინალურ ძალის რიგებში, რომელშიც პრინციპში დაიბადა იდეა, რომ 4 ოქტომბერს საქართველოში უნდა მომხდარიყო სახელმწიფო გადატრიალება. დღეს ყველა ემიჯნება ზოდელავასა და პაატა ბურჭულაძეს და ცდილობს რომ გამოვიდეს მშრალად ამ სიტუაციიდან, მაგრამ ჩვენ კარგად გვახსოვს ეს ადამიანებიც როგორ იძახდნენ რომ 4-ში უნდა დასრულებულიყო ყველაფერი. და ვხედავთ რომ რა თავად ნაცხროვის ტელეარხებიც კი აბულინგებენ ამ ადამიანებს, გუშინ ჩვენ ვნახეთ რა დღეში ჩააგდეს გუბას სანიკიძის შვილი, ასევე სხვა ლიდერები ნაცმოძრაობისა, მათ ბარალსდებენ იმაში, რომ პაატა ბურჭულაძეს გვერდით არ იყვნენ და მურთაზ ზოდელავას არ უჭერდნენ მხარს, როგორც საჭირო იყო და დღეს არის საქმის გარჩევები, რომლებშიც უკვე ჩართულია მთელი ეს ნაცხროვა. ეხლა ამ სიტუაციაში მართლაც სასიამოვნოა მათი ყურება, იმიტომ რომ ჩვენ რასაც ვიძახდით, რომ ესენი არიან მთლები, ესენი არიან ბოდიში და კურდღლები, რომლებსაც არავითარი ვაშკაცობის, კაცობის არაფერი არ აქვთ, ეს დასტურდება უკვე და თავად უკვე თავიანთი რიგებშიც კი ესეთი განწყობილებები სუფევს, იმიტომ რომ ნაცმოძრაობის წარმომადგენლები ხვდებიან, რომ ეს იყო რაღაც ღალატი თავად მათი მხრიდან, რომ მათ რაღაც არ გააკეთეს ისე როგორც საჭირო იყო. იმიტომ რომ არც ისეთი სულელია პაატა ბურჭულაძე და ზოდელავა წასულიყვნენ ეხლა ბოდიში და 9 წლიან მუხლებზე ისე რომ გარანტია არ ქონოდათ. დღეს ჩვენ ამ თემებზე გვექნება საუბარი ჩვენს სტუმართან ერთად პოლიტოლოგი პროფესორი ბატონი ედიშერ გვენეტაძე გვიყოლება ეთერში და მასთან ერთად მიმოვიხილავთ აი ამ პროცესებს. მოგესალმებით ბატონო ედიშერ. მოგესალმებით ბატონო ნიკოლოზ, მივახსალმები მაყურებელს. ბატონო ედიშერ, იცით რა მაინტერესებს? აი ხა თქვენც მე მგონი უყურებთ რა პროცესები არის თავად აი ამ ნაცხროვაში და პრინციპში ეხლა რო ვთქვათ სიმართლე მეც არ კი ველოდი აი ეს სწრაფად მოვლენების დასრულებას. მე მეგონა რომ იქნებოდა შეხლა შემოხლა, იქნებოდა რაღაცა ექსცესები და რაღაცა ამდაგვარი და მოვლენები ისე განვითარდა, რომ უცბად მოხდა ყველაფრის დასრულება. ესე იგი, რაღაცა წაიკითხეს იქ სისულელე, მერე წავიდნენ პრეზიდენტის სასახლეზე, ჯერ რა უნდათ ამ პრეზიდენტის სასახლეში აი რა შესულიყვნენ გინდაც, რა მოხდებოდა მაგითი, მე არ ვიცი. აი თქვენი აზრით, რა ღალატი იყო თავად შიგნით, რატო გააკეთეს ეს? აი არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება ის ქმედებები, რაც აი ლოგიკაში არ ჯდება, აი რა იყო ეს? ან იქ წასვლა, ან გამოცხადება ის, რომ დავიჭერთო, ვის უნდა დაეჭირა ეხლა ეს ივანიშვილი და კობახიძე რა ძალაცლო, თან ისეთი ფართო რაღაც აუდისაც არ ყოფილა მასები, რაღაც 10,000 კაცამდე იყო არ ყოფილა რევოლუციური მასა. აი თქვენ რითხსნით აი ამ რაღაცა არაადეკვატურ მოქმედებებს. მე კიდევ ერთხელ მოგესალმებით და მინდა გითხრათ, რომ საინტერესო პროცესთან მქონდა ჩვენს საქმე და ეს მოჩემთვის პირადად მაგალითად ამ რასაც თქვენ ლაპარაკობთ, ძირითადში გეთანხმები, მაგრამ ასეთი ოდიოზური ფორმით თუ განვითარდებოდა ნაღდად არ მეგონა. და რატომ ახსნი ახლა? ამისათვის ესენი ძალიან დიდი ხანია ემზადებოდნენ. ბატონო ნიკოლოზ, ახლა თქვენ ძალიან ჭკვიანი კაცი ბრძანდებით და ძალიან დიდი გამოსვლა ახალთალი ახალგაზრდა კაცი კი ხართ, მაგრამ ძალიან დიდი გამოცდილების. და მიაქციეთ ასეთ რაიმეს ყურადღება. სექტემბრის თვეში საქართველოში გამოიყვანეს ჯგუფი თუ არა 25 კაციანი, რომელსაც აღადგენინეს ვითომ და კანონიერება, ანუ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების წარმომადგენლები 25 კაცი იყო? კი. ხო. ესენი შემთხვევით რომ არ გაკეთებულა, ხომ ნაღდია? ის 25 კაცი ამ 35 წლის მანძილზე ვერ შეიკრიბა და კანონიერება ვერ აღადგინა იმ სახით, როგორიც დეკლარირებაც მათ გააკეთეს. ეს შემთხვევითობაა?
არც ერთ შემთხვევისათვის ახლა ნახეთ როგორი მომზადებული იყვნენ ამისათვის. მე ყოველ შემთხვევისათვის ჩემი ხედვა მაქვს ამ პროცესის მიმართ. ამათ პატრონებს ამათზე ძალიან დიდი თანხები აქვს დახარჯული. ის 624 მილიონი, ხო? ასე იყო. და მერე 35 მილიონი ევრო, სადღაც თითქმის მილიარდამდე ურტყამს. ეს მილიარდი მათ პატრონებს ფაქტობრივად ამ პოლიტსაჭურისებისათვის ჩადებული ჰქონდათ. რა გაუკეთეს ამათ? ესენი ჯერ დაასაჭურისეს და მერე პოლიტსაჭურისებად აქციეს. პოლიტიკურად მხედველობაში მე ამ შემთხვევისათვის და რაზე მაქვს ყურადღება ეხლა რაზე უნდა გავამახვილო უპირველეს ყოვლისა. დაგეგმილი იყო როგორც ჩანს ხელისუფლების ნამდვილად დამხობა. მაგრამ ეს გეგმა, როდესაც გააცნეს, ეტყობა გვარამიას, მელიას, იმას კიდე ერთი რო ყავთ ჭიჭევაშაძე და ეხლა ბოლოს ხაბე მიემატა, ნახეთ როგორ გარბოდნენ ერთი მეორეს მიყოლებით ციხეებში. ხაბე ახლა გამოვთიშოთ აქედან, მაგრამ დანარჩენები ხაზარაძე და კიდე მიყვა მას ერთი პიროვნება ჯაფარიძე. ესენი ხომ ციხეებში არიან. ნახეთ ესენი რომ მისულიყვნენ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე. და ერთქვათ ერთი სიტყვა მე მეც არაფერსავლაპარაკობ. არ პასუხობ. ვერ დაიჭერდნენ. თქვენ როგორც სამართალმცოდნე ბრძანდებით და იურისტი ბრძანდებით, მე მგონი გამეთანხმებით იმაში, მე დილეტანტი ვარ ამ სფეროში, იურისპრუდენციაში, მაგრამ ამდენი მაინც ვიცი, რომ პროკურატურაში, როდესაც დამნაშავე გამოიძახებენ, მას უფლება აქვს, რომ დაპატიმრებულ კაცს უფლება აქვს, რომ დუმილის უფლება გამოვიყენოს. ხო ასეა ბატონო ნიკოლოზ? კი ბატონო. ამიტომ ამათაც რო გამოეყენებინათ ეს რა უშლიდა ხელს? არა, ციხე უნდოდათ. რატომ? ამ პროცესებს რომ ჩამოცილებოდნენ, იცოდნენ ამ მამაძაღლებმა რო ეს დამთავრდებოდა ძალიან ცუდად. ამავე დროს მოძებნეს ორი ბრიყვი. ერთი ბრიყვი ამ შემთხვევისათვის ხედველობაში მაქვს უბრიყვესი. ეს არის პატა ბურჭულაძე და გამკვირვებია ერთი რამ, კაცო, შენს გურული კაცი ხარ, ახლა და გურულებს იცი ძალიან კარგად გურულებს გასულ საუკუნეში მე-19 საუკუნის და იმის წინა საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში მიყავდა მთელი რუსეთის იმპერიაში პოლიტიკა, ხო ესე იყო. ესენი იყვნენ ტვინი დაპენტილი ხალხი და ამისთანა უტვინო გურული საიდან წამოჩნდა პოლიტიკაში. მაგრამ როგორც ჩანს, ჩაიჭირეს ეს კაცი. ისე დაიჭირეს, რომ დაარწმუნეს და ეს ჩანს ეს პიროვნება, რომ ფულისათვის ყველაფერზეა წამსვლელი. და 9 მილიონით მაგივრად 9 წლიანს გამოკრა ხელი ამათი დაჯერებით. ეხლა მეორე პიროვნებაზე მინდა გითხრათ, მურთაზ ზოდელავა. ეხლა კიდე კარგად ვთქვათ ბატონო ნიკოლოზ ჩვენ. როგორი კაცი ყოფილა საქართველოს მთავარი პროკურორი, რომელმაც პირდაპირ ეთერში მიცა ჩვენება, რომ დაეჭირათ ინგა გრიგოლიას. ხო თქოს ავლაპარაკო. ინგა გრიგოლიას ჩაბიცა ჩვენება და მეტიც მინდა გითხრათ, გამოვიდა ამ ხელა თავის მქონე კაცი ფიზიკურ ზეწმა, ფიზიკურ ზადმა ეხლა ხედველობაში და არა შიგნით ხატოც არ უყრია, ხატოც რო ეყაროს ძალიან კარგი იქნება და განაცხადა ჩემო ბატონო ნიკოლოზ ასეთი რამ, რომ გედედეს ბიჭების ოჯახების შეამოწმეთო, მათი ცოლშვილი გააფრთხილეთო, დედები, მშობლები, ასე შემდეგ და მათი სურათები გამოიტანეთო. ამას ლაპარაკობს ვინ? გლეხი კი არ, გლეხი არის ამას კარგი არც შემთხვევისათვის. ამას ლაპარაკობს და გლეხი და მუშა ამას არ იტყვის. ამას ლაპარაკობს საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი. ვიმეორებ, ძვირფასო ტელემაყურებელო, საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, რომელიც გათქვამს სახელმწიფო საიდუმლოს, რომელიც ღმერთმა 100 წელიწადს აცოცხლოს ზოდელავა, რომელიც რომ მოკვდება წესი და კანონით იქ უნდა წაიღოს მიწაში. ხო ესიათ ბატონო ნიკოლოზ, რაიმეს არასდროს ლაპარაკობ. კი ბატონო. ამას ზემოთ დამატებული, მინდა კიდე რა მინდა განსაკუთრებული ყურადღება მივაქციო ერთ რაიმეს. ეხლა დაუბრუნეთ ამ ამბებს.
შეკრიბეს ეს 25 კაცი გამსახურდიას დროინდელი დეპუტატები რომელთაც სპეციალურად ლაპარაკობ ბატონ ზვიად გამსახურდიას დროინდელი დეპუტატები და არა ის ხალხი რომლებმაც ხელი მოაწერეს აგძე იმიტომ რომ მათ ისეთი ცუდი რამ ჩაიდინეს რომ შე빌წვა გააკეთეს ჩვენი დამოუკიდებლობის აქტის 91 წლის 9 აპრილზე რატომ გეტყვით ახლა ეთყობა არ ვიცი მე ახლა რაც არ ვიცი ამაზე მე ვჟელობ თავიდან ბოლომდე ჩემი ვერსიის მიხედვით ეთყობა ამათ დაპირდნენ რაღაცას არ ვიცი რას დაპირდნენ მაგრამ თანამდებობებს რო დაპირდებოდნენ ამაში ეჭვი არ მეპარება და უთხრეს თქვენ შეიკრიბეთ და აღადგინეთ გამოაცხადეთ რომ კანონიერი ხელისუფლება აღდგენილია დეკლარაციის სახით ფურცელზე გააკეთეთ ესო დაუარეს სხვებსაც მაგრამ 25 კაცის მეტი ვერ მოძებნეს შეიკრიბა ეს კაცი ეს 25 კაცი ერთ-ერთ სასტუმროში არ ვიცი რომელი სასტუმრო იყო თვითონ დაძეს ეს ინფორმაცია და გადიმაში რა ქვია ინტერნეტში იყო და საინფორმაციო საშუალებებმა გადმოცეს და აღადგინეს კანონიერება კითხავს სვა ამ 35 წლის მანძილზე ეს 25 კაცი თუ ასე შეიძლება ამ კანონიერების აღდგენა სად იყვნენ ხომ ლეგიტიმური კითხვაა რატომ აღადგინეს ეს ის არა კანონიერების აღდგენა რატო არ მოახდინეს და მეორე რატომ მაინც და მაინც ამ პერიოდში როდესაც გამოაცხადა ხაბეიშვილმა და პატიკო ბურჭულაძემ ისა დამხობა ხელისუფლების ჯერ ძალადობრივი თქვეს მე ცოტა ერთი ადგილი აეწვა და მე თქვეს მშვიდობიანი დამხობა მშვიდობიანი ისტორიაში საერთოდ არ არსებობს და საქმე რაში იყო საქმე იმაში იყო რომ ამათ ეს როგორც ჩანს ჩემო ძვირფასო მეგობარო გათვლილი ჰქონდათ ეს ყველაფერი ფულიც რამდენის დაჭირდებოდათ და ასე შემდეგ ხო და პირველი რამ რაც მათ გააკეთეს და იმიტომ იმუქრებოდა პატიკო რომ ეხლა ამას დავაპატიმრებ და იმას დავაპატიმრებ და ახლა გაგახსენებთ ფილმი რომ არის მულტფილმი აქეთ თასად ფეხს ავკრავ იქათ გორას ფეხს ავკრავ აი ზუსტად ასეთ სიტუაციაში იყო ეს პატივცემული პატიკო და მოითხოვდა რას რომ ხელისუფლება გადმოებარებინათ ამ 4 კაცი იყო თუ 5 კაცი იყო ჩემო თვითასო მეგობრებო საქმე რაში იყო ახლა ესენი შევიდოდნენ როგორც ჩანს შევიდოდნენ და მიზნად ეს ჰქონდათ დასახული მოულოდნელობის ეფექტი შევიდოდნენ პრეზიდენტის სასახლეში პრეზიდენტის სასახლეში როდესაც შევიდოდნენ ამის შემდეგ ის კალასები და ვიღაცა მალასები და ჯანდაბები და ჯარხანები საქმის კურსში იყვნენ ამის ლოგიკა საკეთკენ მივყავართ და იქ სასახლეში შესვლის შემდეგ ეს ამ 25 კაცს გამოიყვანდნენ ეს 25 კაცი იყოდა 92 წლის 91-92 წლების მიჯნაზე მოხდა უკანონობა საქართველოში რაც ნამდვილია და იქედან მოყოლებული საქართველოში არსებული ყველა ხელისუფლება არის უკანონო აქედან გამომდინარე 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებს ვაცხადებთ უკანონო და მომავალში ჩვენ ნიშნავთ ახალ არჩევნებს აი ეს იყო ალია და ბალია ალია ბალია ჩემი გადასახედიდან თორემ ახლა სხვანაირად გავხედოთ თუ გნებავთ რევოლუციას ახდენ რისთვის ახდენ რევოლუციას რისთვის ახდენ დამხობას არჩევნები ყალბდებაო ეს იმას გავს ფეხბურთის სტადიონზე გუნდი გადიოდეს თამაში ჰქონდეს და იცოდეს რომ 100%-იანი წააგებს და ამ დროს წააგებინებს საჯი და იძახდეს წააგებს მაგრამ იძახდეს თავად წამაგებინებს საჯიო და ამიტომო მეო თამაშზე უარს ვაცხადებო წინასწარ ვლაპარაკობდეს ამას ყველა წესდებით გათვალისწინებულია რომ ამ გუნდს წაგება ჩაეთვალა ბატონო ედიშერ მე ასე ზუსტად ანალოგიური სიტუაცია დავასრულე ბატონო ერთი წინადადებას ვიტყვი ზუსტად ასეთი გათვლა ქონდათ როგორც მე ვხედავ
ჩემი მოსაზრებებიდან და ჩემი ლოგიკური აზროვნებიდან გამომდინარე. მე სხვას ვერაფერს ვერ ხედავ, მაგრამ რომ იტყოდენ ადრე კომუნისტების დროს კოვზი ნაცარში ჩაუყარდან და როგორც კი გაიგო იმ 25-მა კაცმა რომ იქ ვერ შევიდნენ, მაშინვე ვემიჯნებითო განაცხადეს. ხო ეგრე იყო. რაიმეში აი ფაქტობრივ მასალაში ხომ არ შემწდარ არაფერში და ეხლა ჩემი ანალიზის უფლება მე მგონი მე მაქვს. იცით რა შეასაქმე, აი მე რას ვერ ხვდები, იცი? ახლა მაგ ლოგიკით ახლა თქვენ რასაც იძახით, კი ბატონო, შეიძლება მაგის ვიფიქროთ. ერთ-ერთი რაღაცა გარკვეული პუნქტი, რაღაცა ეტაპი, რაღაც გეგმა შეიძლება იყო ეგ, შეიძლება ბეც იყო, მაგრამ მე რა ვერ გავიგე, იცი, იქიდან მთელი ეს მასა რო დაძრულიყო, სიმართლე რო ვთქვათ, რაც მიტინგი იყო იქა. 10,000 კაცი რო დაძრულიყო პრეზიდენტის სასახლისკენ. იქ ეხა ცოტა გაჭირდებოდა იმ რაღაცა პოლიცია შეიძლება გაჭირდებოდა ცოტა გამკლავება. ანუ რაღაცა გამოყო ეს მასა, მამაკაცებიო წავედითო, გამოიყო იქ მასა და ისინი წავიდნენ. ანუ რა ის ქონდათ ახლა ამათ ისეთი ამათ ჩემი გადასახედიდან ჩემო ბატონო ნიკოლოზ საქმე რაში არის იცით? აი ისინი შემთხვევით ლაპარაკობდნენ 500 კაციო. ის 500 კაცი იქ მოერიშე მაგათ ყავდათ. 500 არ ყავდათ. და მაგათ მშვენივრად იცოდნენ რომ იმ ხალხის იმ მასას იქეთ ვერ წაიყვანდი. რატო ვერ წაიყვანდი? იქ ზოგიერთი უმეტესობა სეირის საყურებლად იყო მისული. უმეტესობა. და ესენი ეგრეთ წოდებული დატრენინგებული ხალხი სხვადასხვა უნივერსიტეტების ტერიტორიაზე. იცი ჩვენ მით რომელიცაა ეს ტელევიზიებით არის ნაჩვენების მაგალითად საქართველოს უნივერსიტეტის ტერიტორიაზე. გიულის უნივერსიტეტის აუდიტორიებში თუ იმ ალბათ დარბაზებში რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს წაართვა. აი იქ დატრენინგებული ეგრეთ წოდებული მოიერიშეები, იავრიშების იმედი ჰქონდათ მაგათ. და მაგათ ეთყობა ეგონათ, რომ იქ სპეცრაზმი მოულოდნელობის ეფექტიდან გამომდინარე სპეცრაზმი არ დახვდებოდათ. მე ყოველ შემთხვევაში ამას ვფიქრობ. თორე ეხლა ქართველი კაცი რაზეა ლაპარაკი, იცი? იქ რევოლუციურად გაწყობილი და მართლა დამომხობელად გაწყობილი შეიძლება აი ხო ვიყო თქვა მე არ მგონი 10,000 იყო, მაგრამ თქვა იყო 10,000, 15,000 იყო, 20,000. იქედან სიტყვაზე პირობითად ვლაპარაკობ. იქედან რევოლუციურად განწყობილად მხოლოდ გასაგებია, მაგრამ ეხა იქნებოდა 1000. კი ბატონო, მაგრამ სპეცნაზი შეიძლება ვთქვათ მაგ ლოგიკას მივყვეთ, რომ არც ყოფილიყო, მაგრამ ეხა სანამ ეგენი იქ ჩამოვიდოდნენ, ერთი 15-20 წუთი ხომ მაინც უნდათ ეხლა იმიდან თბილისის იმ საკრებულოდან პრეზიდენტის იმამდე, კაი, აი 10 წუთი მაინც ხო უნდათ, რომ ჩამოსულიყვნენ, არა? 10 წუთში ეხლა ეს ხელისუფლებაც ხო უყურებდა ამ ტელევიზორს, რომ გამოაცხადეს, იქით მივდივართო რა, ვერ მივიდოდა ეს ხალხი, ვერ მიიყვანდნენ. ბატონო ნიკოლოზ, ამ შემთხვევისათვის ხელისუფლებამ, როგორც მე ახლა შემდეგი ინფორმაციებით არა, ძალიან იდიოტი, აი, იცით რა. იუველიური სიზუსტით, ახლა მაგათ ყველაზე მეტად ჩაუვარდათ რა, ის რომ აღმოჩნდა ის იარაღი. თქვენ ვინმეს ხომ არ გონია, რომ ის ბლეფია? ის იმი იარაღით მაგათ უნდოდა სხვადასხვა წერტილებში დივერსიული აქტების მოხდენა ალბათ იმ პარალელურად იმ პრეზიდენტის სასახლის აღების შესაბამისად. ნახეთ რას ლაპარაკობდნენ, ვერ გაუძლებცო ხელისუფლებაო. მანამდე ლაპარაკობდნენ ამას, ვერ გაუძლებს ხელისუფლებაო ცალ-ცალკე ტერიტორიებზე თუ იქნა ესო და ხელისუფლებამ ეს პრევენციული ღონისძიება გაატარა. როგორც ჩანს ის ვიღაცა შამახია თუ ვიღაცა ხო როგორც გამოაცხადეს როგორც იწერება და მოძებნეს ის იარაღი და ამან ესენი წელში გაწყვიტა. ის იყო მურთაზ ზოდელავა თუ ვიღაცა ჯანდაბა თუ ჯარხანა რა დღეში იყო მე ჩავარდნილი. ხო ხედავდით? იმიტომ რომ მაგათ ჰქონდათ თითქოს და 100%-იანი გარანტია. ამიტომ იყო პატა ბურჯულაძე მაღალ ყალყებზე და პატა ბურჯულაძეს ალბათ ვერ წარმოედგინა. მე მაგალითად პირადად ხომ აქ ამის უფლება მჯერა ვაჩ ვახალაიასა და მაგას შორის ის საუბარი არის შემდგარი. და კაცმა არ იცის რან მაგარ იუველურ დონეზე ჩაატარა ჩვენმა სპეცსამსახურებმა ეს ოპერაცია. და მე არაფერი არ დარჩათ, ხო ხედავთ სალაპარაკო, რას ლაპარაკობენ? ლაპარაკობენ ახლა სულ მალე ალბათ ტევე პირველი და ფორმულა იტყვის.
მაისინიო გამოუშვითო ციხიდანო და ის ხალხი და ეგრეთ წოდებული ელექტროშემდუღებლები, ანუ სვარჩიკები დააპატიმრეთ, ვინაც ის ისეთი რბილი რკინის ჯებირები ააგო პრეზიდენტის სასახლესთან. აი ამდენამდე მიდიან. ბატონო ედიშერ, ეხლა ეს დასაწყისში იძახდნენ, მაგრამ მე თვითონაც ვიხდე სისულელეს რო იძახიან. ეხლა უკვე დაიწყეს მაგათმა სხვა ეტაპი, უკვე დაიწყეს იმ ძებნად ანუ შიდა მოღალატეების, ანუ ხა დღეს გუშინ სიუჟეტი იყო TV პირველზე, ყველა აი ამას ჩამოუარეს ამ ნაცებს და უთხრეს, რომ აი თქვენ რატო არიყავით იმის გვერდით. ხა ძალიან კარგად ხვდებიან, რომ რაშვაშე ღობე ეს ეხლა უნდათ რაღაცა ვიღაცამ უთხრა გააправეთ ეგ. ინსტინქტურად ხო და ეხლა იცით რაშია საქმე. მე ხვდები უკვე და თქვენ ხვდებით ეხლა, რომ აქ ფაქტია ერთი, რომ ღალატი იყო შიგნიდან. ანუ შიგნით მათ რაღაცა ვიღაცის იმედი ქონდათ, რაღაცა ძალამ არ დაუჭირა მხარი. შიგნით ხელისუფლებაში შეიძლება აი სპეცსამსახურების როლზე რო ლაპარაკობ, შეიძლება იყო ეგრეთ წოდებული პროვოკაციაც, უყურეთ, პროვოცირებას. ანუ შეიძლება ვითომ ხელისუფლებიდან ეუნებოდნენ ამათ, რომ ჩვენ დაგიჭერთ მხარს, უღონდ თქვენ შედით, ეს იყო რაღაცა გარკვეულწილად ამას სიმართლე რო ვთქვათ, სამართლებრივათაც გინა აი ამ ასეთ ოპერაციებს უსაფრთხოების სამსახური ატარებს, როდესაც მაგალითად უნდა რომ გამოავლინოს რეალურად ის სახელმწიფო შეთქმულებაში ჩართული პირი. შეიძლება რაღაცა ვიღაცამ შეპირდა სიტყვაზე, არ გამორიცხავ არაფერს. ხო, გამორიცხავ, იმიტომ რომ მაგენი გახსოვთ რას იძახდე? ჩვენო შიგნით ყავს ხალხიო, გახსოვთ რას იძახდე? ხო და ეთყობა ეხლა აქიდანაც უსაფრთხოების სამსახურმა იმუშავა და შიგნიდან ესე იგი ვიღაცები ეუნებოდნენ თქვენს გვერდით ვარ, ჩედით რაღაცა, მიდი აქით, შეხვედრებიც ჰქონდა, დაპირებებიც იყო და ბოლოს როდესაც შევიდნენ და შესვლა იყო შესვლის ცდელობა დაინახეს რომ არავითარი რეალურად არ მომختარა იქ უკვე გადასვლა მათ მხარეზე და იყო ჩავარდა ამ ოპერაციის, მაგრამ მე რა მიყვირს იცი ამ ხელა კაცი ბიჭო, აი მე ვფიქრობ რაღაცა კომპრომატები ალბათ არის მანდ შექმნილი, იგივე პაატა ბურჭულაძეზე. ბიჭო 75 წლის კაცი ხარ, შედალოცვილო ქონებაც რაღაცა აქვს, სახელი გაქვს, ყველაფერი გაქვს. ეხლა მიდიხარ, აი ხო გარანტია ხო არ იყო 100%-იანი რომ ეგ ოპერაცია და ეგ მოხდებოდა, დაგვირგვინდებოდა იმითი გადატრიალებით, ხო? ესე იგი კაცი რისკზე მიდის, რომ 12 წლიანი ციხე ხეხოს, ხო? და რატო რა ძალა გერჩის, აი რა? ფული. ხო, ფული და კიდევ ფული. ფული კი ბატონო, მაგრამ ეხლა იქ რო იმ წამოიმკვდარუნა თავი და მე ეგ წავიდა საავადმყოფოში ისაო მე ანალიზებს გავიკეთებო და მოვალო, ეგ იყო ყველაზე დიდი სასაცილო, მაგრამ აი თან რა არის, აი სიმართლე რო გითხრათ, ხო, აი თან აი არავითარი მაგას შენდობა და უნდა მოიხადოს სასჯელი, მაგრამ აი გულის სიღმეში მეწოდება კიდევაც სიმართლე რო გითხრა, რატო იცით? იმიტომ რომ მაინც ასე თუ ისე მახსოვს როგორი სიყვარული იყო მის მიმართ და როგორი პატივისცემა. ესე როგორ უნდა დახვიდე ადამიანი. გაანიაო. ესე რომ კაცი მართლა პავაროტის გვერდით იდექი ბიჭო და იმისი მერე ბაჩო ახალაიას გვერდით უნდა დადგე მართლა იმისი არ იყოს ეხლა რა სამარცხვინოა ეს ყველაფერი. ხა მურთაზოდელავა და ესენი ვინ არიან გასაგებია, მაგრამ კაცი რაღაცა ფონდი ქონდა იავნანა პატრიარქთან, რაღაცა იქ იყო, რაღაცა ეს იყო, რაღაცას ხო მაინც აკეთე. მე აი კატასტროფა, ყველა ადამიანი არ დატოვა ამ ნაცებმა, ყველა გათხვარეს რა. ეხაც აი ინტელიგენციის წარმომადგენლები რო ყავთ, გინდათ გარშემო ეს თამრიკო ჭოხონელიძე და ვიღაცები კიდე ეს კულტურის, შოუ ბიზნესის და ეხა აი ეს ხალხი როგორ არაცხი და კიდე იხტიბარს არით ეხა გამოდიან ლაპარაკობენ იმაზე, აი რო ჩართო მაგათი არხები რო ეს თურმე ყოფილა ის ბრძოლა და შეწირული ცოტნე დადიანები ყოფილან ესენი რომ აი თავგანწირი, რა თავგანწირით? ეხა იმ დღეს გამოვიდა TV პირველზე ესე ტიროდნენ იქა, რამდენი ატირდებოდა, რამდენი ვაი და უიშველებელი იქნება და რამდენი სისხლი დაიღურებოდა, მართლა ეგენი რომ მართლა ხელისუფლებაში მოსულიყვნენ. ეხა რო ცნებლებს აღვარღვარებენ. ნიკოლოზ ბატონო, ახლა მესამე ერთი გურული დაპატიმრებულია, მეორე გურულს ტელევიზიის გადაცემა მიყავს და მესამე გურულიც მაგარის ფრაზები მინდა გითხრა, როგორც ნოდარ დუმბაძე ლაპარაკობს, თეთრ ბაირაღებში არ არის, რა მინდოდა შვილო წვენებშიო.
ასე დაემართა პატა ბურჭულაძეს. ბიჭო, ღმერთმა ხმა მისცა მაგ მამაცხონებულს, მაგ მამაკურთხეულს, ღმერთმა 10 წელიწადს აცოცხლოს და მეტი კიდე. ხო და ამ მარტო ყელში მიცა ტვინი, ყელში იმაში არ ხონდა საერთოდ. სხვათა შორის ეგ ღალატისკენ მიდრეკილი კაცი არის ჩვენში რო დარჩეს. არ გახსოვთ მაგი, ესე იგი მე მახსოვს, როდესაც აი ხა თქვენ ეს კანონიერი ხელისუფლება ახსენეთ და იქ რაღაცა უნდა აღედგინათო. გახსოვთ ის რო გაიხსნა ფოსტის შენობაში პირველი აი ეს თანამგზავრი და ზვიად გამსახურდი ავიდა მაღლა და პირველი ვისაც დაურეკა ავსტრიაში იყო პაატა ბურჭულაძე. და პაატა ბურჭულაძესთან ქონდა მაშინ მას კარგი კურთიერთობა, მე ზვიად გამსახურდიაზე მაქვს საუბარი, მუდმივი კონტაქტი და სხვათა შორის მას კიდევ პაატასაც ქონდა განცხადებები და როდესაც აი ეს სახელმწიფო გადატრიალება მოხდა, ერთი სიტყვა არ დაცდენია მას, რომ აი ეს გადატრიალება მოხდაო. გახსოვთ, მაშინაც უღალატა მან იმას ვიზეც ეხლა მე ბოროს ლაპარაკობდა რაღაცეებს რა. აი ეს არის ჩვეულებრივი ამბავი, ეს ხალხი არიან ის ინტელიგენცია, რომელი ინტელიგენციის წარმომადგენლები ხო ხედავთ ის ზვიად გამსახურდია რო ლაპარაკობდა, შემთხვევით კი არ ლაპარაკობდა ამას. იმიტომ რომ ნახე მე შემთხვევით არ მithქვამს, ზვიად გამსახურდიამ დიდხანს გაძლო, ძალიან დიდხანს გაძლო ხელისუფლებაში. რატომ ლაპარაკობ ამას? ნახეთ ვინ ყოლიათ, რამდენი კაცი ყოლია, ირგვლივ მოღალატეებით ყოფილა გარშე მოცული. ეხლა ამას ნაცებს ვინც გვერდში დაუდგება. და ფაქტობრივად ამ ხალხმა იმათმა ვინაც ეს არ ვიცი მე ვერსიის დონეზე ვლაპარაკობდა თუ ეს სინამდვილეა რასაც ვლაპარაკობ ფაქტობრივად მათ მთელი საქართველო და ჩვენი ოჯახები ჩვენი შვილიშვილები გაწიდეს ნახეთ რას ლაპარაკობს ის ბაჩუახალაია რომ მე სულო ვერ გამიმეორებ იმ სიტყვას რასაც ლაპარაკობს ის ერთ ადგილზეო კიდიაო ლაპარაკობს თუ რა ვინ დაიხოცება და როგორადაც დაიხოცებავი ერთი გასროლა და მე აქ დედა შვილს ხელში ვერ აიყვანს ასია მისი საუბარი აქედან გამოდე ესე იგი ოღონდ მაგათ ფული აიღონ ოღონდ ფული ჩაიდონ ივეში და ეს ქვეყანა ხვა ამ ქვეყანაზე ხვაზე უნდათ დარჩენილა იმ საუბრიდან კიდევ ლაპარაკობ აბა ამ მანჯგალაძეს ნახე მანჯგალაძეს თქვა მანჯგალაძეს მაგათ სიაში გადის ის მეორე პატიკო მანჯგალაძე რო არის ამ ბურჭულაძეს პარტა ბურჭულაძეს ერთი კითხვა თუ წარმოექმნა ახალაიას მიმართ არაფერი ყველაფერზე თავს უქნებს ოღონდ იმან ფულთან შეხედე რას ურტყამს ის ფულის ნუ გეშინიაო ამიგე ფული მოდისო მოსკოვიდან ხო ეგრა ჩვენ ხომ არ ვიგონებთ ხო ეგ არის ეს არის ახლა ფსიქოლოგიურად ეს რო საუბარი შემდგარი არის ახლა ამას არც დიდი რაღაცეები არ უნდა ასაგე ბატონო ედიშენ ეხლა მოდი ეხლა ჩვენ ცოტა სხვა თემაზე გადავიდეთ იმიტომ რომ ამაზე 3 დღეა ქართული მედია საუბრობს ეხლა მოდით რა იქნება შემდგომში მაგაზე ვილაპარაკოთ ფაქტი ერთია რომ ეს ნაცმოძრაობა არის უკვე კუბოში ჩადებული დასაფლავებული ამათ უკვე რეამინირება გამორიცხულია ნაცმოძრაობის ლელოსიც იმიტომ რომ ეს ხალხი ვინც მაგათი აფურთხებს ბოდიში და რეალურად აკინებს ამათაც ლელოსაც იმასაც ამასაც ეგენი ვერასდროს ვერ დადგებიან ფეხზე მაგათ არასდროს ნუ ის თავიანთი მომხრეები ხა ქართველი ხალხი არასდროს არ უჭერდა მაგათ ხას რაღაცა ნაწილი ქართველი ხალხისა ისიც აღარ დაუჭერს ანუ დასავლეთის პროექტი ნაცმოძრაობა ჩავარდა ხა ბიძინა ივანიშვილმა რო თქვა იქ აი ამ ის რო იყო სიტყვით გამოსვლა აი გახსოვთ გამარჯვებაში ხო მაშინ თქვა რომ აი რო იძახთითო რო იძახიანო აი ნაცმოძრაობა არ არის ქართული პროექტი ნაცმოძრაობა არის დასავლური გლობალური მასონისტური პროექტი ხო არა რომელსაც ეს უცხო ქვეყნის აგენტურაა ნაცმოძრაობა ფაქტი არის რომ ეს პროექტი ჩავარდა всё ნაცმოძრაობა ვეღარასდროს ვეღარ მოხდება ეხლა მე ვფიქრობ რომ ქართულ ოცნებამ რომ ეს კოჰაბიტაციაში არ შესულიყო მანამდეც კვტარი იყო 2012 წელს ქართულ ოცნება ესე იგი ეს ნაციონალური მოძრაობა მაშინაც მიწაში იდო მაშინაც ბუჩქებში იყო, მაშინაც გარდაცვლილი იყო, მაგრამ იმათმა გააცოცხლებინეს ხო, დასავლეთმა ეხლა ისეთი პოლიტიკა აწარმოა, ეხლა რომ იზოლაციაში მოგაქცევთო თქვენო და რაღაცაო და ნუ ესენი შევიდნენ კოხაბიდან. ეხლა უკვე
რა ვიცი ხა ქართველი ხალხი აღარ დაუშვებს იმას რომ ხა ხელისუფლებამ კიდე კოჰაბიტაცია დაიწყოს ნაცებთან დამთავრებული გამორიცხული ეხლა უყურეთ დასავლეთი მე ჩემი აზრი მინდა გითხრათ თქვენ და გუშინ დაცვაუბრობდი ამაზე დასავლეთი არასდროს არ დაანებებს საქართველოს თავს იმიტომ რომ აზერბაიჯანი მათია სომხეთი მათია ეხლა ეს პაშინიანი ერთ ადგილს რო ათამაშებს ეგ არ ნიშნავს იმას რომ ეგ დასავლეთს განუდგა იმიტომ რომ ერთ ტრამპივით ხან ერთ სიძახის ხან მეორეს ეს პაშინიანი და თვითონ რუსებს არ აქვს მისი ნდობა როდესაც სომხეთი აზერბაიჯანი არის და თურქეთიც მით უმეტეს დასავლეთის გავლენის ქვეშ ეხლა ხო საქართველოს დღის წესრიგი არასდროს არ მოიხსნება სანამ ისინი არ ჩაიგდებენ ხელში ამ ქვეყანას ამიტომ მე ვფიქრობ რომ ისინი რაღაც ახალ პროექტს მოიგონებენ ახალ პროექტს შექმნიან ეხლა ესე უცბად არ იქნება მაგრამ ამის გარკვეული რაღაცა მექანიზმი აამუშავებენ იმიტომ რომ ეხლა ვიღაცას თუ გონია ჩვენ ესენი გაგვანებებენ თავს და მშვიდი ცხოვრების უფლებას მოგცემენ მე აი არ ჯერა რა ვიცი თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით ისიც მაინტერესებს აი პირადად ჩემი აზრი ეს არის თქვენ რამე განსხვავებული პოზიცია გაქვთ ეხლა ბატონო ნიკოლას მე გეტყვით ჩემს მოსაზრებებს ამ საკითხის შესახებ. კი ბატონო. დასავლური ლიბერალური ფაშიზმი მიდის ჩასვენებისაკენ. ამის მაგალითები მინდა გითხრათ, ამ მაგალითი გუშინდელი დღეს იყო. ხო? ჩეხეთში რაც მოხდა. ჩეხეთში მოვიდა კონსერვატორული ძალები. ნახეთ რა მოხდა. ისტორიაში გაუგონარი ფაქტი საფრანგეთში, გეცოდინებათ, ხო? 27 დღე იყო ახალი საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი და გადადგა დღეს. 27 დღე ის ასეთი რამ საფრანგეთს არ ახსოვს. კი ბატონო. ესე იგი, კრიზისზე კრიზისია. ნახეთ რა უმძიმესი რეცესიული პროცესები მიმდინარეობს გერმანიაში. გარღვევებია ბიუჯეტში. გარღვევა არის საფრანგეთის ბიუჯეტში 40 მილიარდი ევრო. ამდენად ფრანგი ამომრჩეველი ვერ იქნება და ვერც დასავლელი ამომრჩეველი ამ ლიბერალურ ფაშისტური ხელისუფლებების ხელში ვერ იქნება ისეთი ხელგაშლილი და ისეთი განებივრებული როგორიც ამ დრომდე ყავდათ. ეს ჩვეულებრივი ამბავია. ამიტომ ეხლა ჩვენზე რა მინდა გითხრა, აბსოლუტურად გეთანხმები, აქ არის მიმდინარეობს გეოპოლიტიკური პროცესები. გეოპოლიტიკური. მე გუშინ წინ უსმინე, გუშინ წინ არ იყო ვალდაის საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა სოჩში, ხო ეგრე იყო. და სადაც გამოვიდა პუტინი. ძალიან ჩვენი ქვეყნა ოკუპირებულია გამკაც, მაგრამ გამოვიდა იმ კაცმა უნდა შევაფასო როგორც ის პოლიტიკოსი. მთელი თავით იდგა ყველაზე მეტი ყველა ევროპელ პოლიტიკოსზე მაღლა და უფრო მეტიც დამცინავა და აშაყირა ისინი რა, აშაყირა თავიდან ბოლომდე აშაყირა ისინი. ეს მე რა ვნახე, რას უყურე. ამას შვება რა? ამას შვება უსაშველო დიდი თავდაჯერება რომ ის მათზე ბევრად მაღლა დგას, ამას შვება უსაშველო დიდი შეიარაღება და ამას შვება ის ეკონომიკა, რომელი ეკონომიკაც მიუხედავად სანქციებისა რუსეთმა გადაიტანა და აქვს. რა მინდა ახლა მინდა გითხრათ, რატო ვლაპარაკობ მე ამას? ჩვენ ვართ ის ქვეყანა, რომლის შესახებაც პატივცემული და დიდი გენიოსი ნიკო ნიკოლაძე ლაპარაკობდა. საქართველოს ბზავს მზეს უმძირასო. საიდანაც მზე ამოანათებს, იქეთ მიაბრუნებს თავსო ის. ილიასზე ნაკლები არაფრით არ იყო. რატო ვლაპარაკობ და რატო უსვამ ახლა ამას ხას? ჩვენ უნდა ვაწარმოოთ ბალანსირების პოლიტიკა. ანუ არ შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ დასავლეთის ყვირილი. არ შეიძლება ის რომელიც ჩვენ ჩემი აზრით უკვე მარაზმად ქცეული რომელიც გვაქვს ჩაწერილი კონსტიტუციაში ნატო და ევროკავშირი ეს უნდა ამოვიღოთ. ეს არც ერთ შემთხვევისათვის არ შეიძლება. მას ობივატელი და ტელემაყურებელი საქართველოს მოქალაქე ბუნებრივია დამისვისებს კითხვას. რა უნდა ვაკეთოთ? ჩვენ უნდა გავაკეთოთ ბალანსირების პოლიტიკა. ანუ ის პოლიტიკა, რომლის მეშვეობითაც ჩვენ უნდა შეგვეძლოთ და თავის გადარჩენა და ჩვენი სახელმწიფოებრიობის გადარჩენა. ამას ვიძახის სულ მუდამ. სადა აქ გამოსავალი ერთადერთ რაიმეშია. დღევანდელ დღეს ჩვენ აუცილებლად 4 მხრივი პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ. 4 მხრივი პოლიტიკა რას ნიშნავს? ეს ნიშნავს როგორც ჰორიზონტის 4 მხარეა, 4-ვე მხარეს უნდა ვაწარმოოთ საქართველოსათვის მომგებიანი პოლიტიკა. ვიცი თქვენ რასაც ლაპარაკობთ, მე მაგალითად აუცილებლად საჭირო არის
იმ სახელმწიფოსთან, რომელიც ჩვენი ჩრდილოეთის მეზობელია, მართალია ოკუპირებულია ჩვენი ტერიტორიები, მაგრამ საუბრის დაწყებაა. აი მითხრას ვინმე საუბრის გარეშე თუ მომხდარა რაიმე ტერიტორიის დეოკუპაცია, ოღონდ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ჩვენი ღირსები და არა ჩვენი ღირსების ხარჯზე. აი ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა და უპირველეს ყოვლისა ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ჩემო ძვირფასო ტელემაყურებლებო უნდა გამოვიყენოთ ის მომენტი რომელიც ისტორიამ შეგვიქმნა. რა არის ეს ისტორიის მიერ მომენტის შექმნა? და ეს არის ისტორიის მიერ მომენტის შექმნა რომ ჩვენზე გადმოინაცვლა მსოფლიო მნიშვნელობის სავაჭრო გზებმა. ამიტომ არის ახლა ჩვენი დაინტერესებული აქა იგი უზარმაზარი აღმოსავლეთის უზარმაზარი ცივილიზაცია და უზარმაზარი კულტურის და უზარმაზარი ეკონომიკის კერა ჩინეთი. ამით არის ჩვენზე დაინტერესებული, რატომ ვერ გვართმევენ მითხარით ერთი ძალიან დიდად გვემუქრებოდნენ, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, უვიზო რეჟიმს დაგიწესებთ, რატო ვერ დააწესეს? კითხვას, რატომ ვერ დააწესეს? ედიშერის, ნიკოლოზის და ცხების ლამაზი თვალე არც ერთ შემთხვევისათვის ხალხო. ეს მხოლოდ მათი ეკონომიკური ინტერესების გამო ვერ დააწესეს ის კალასები, ფონ ლაიენები და მალასები და ვიღაცა ჯანდაბები და ჯარხანები, კუბილიუსები, რო წამომჯდარა ნიკა და პოლიტიკოსობენ, იმათ უკან დგას ეკონომიკური კლასი. ის ეკონომიკა იმას გააკეთებს, რომ ჩვენ ჩავკეტავს და ჩვენთან გაწყვეტს პოლიტიკურ ურთიერთობებს, რაც ნიშნავს უკვე ეკონომიკური ურთიერთობების გაწყვეტას, ისინი ამას მათ არ აპატიებენ არც ერთ შემთხვევისათვის და ეს ძალიან მშვენივრად იციან მათ. ბატონო ედიშერ, მე ამიტომ მოხივე მხარეს და კიდევ ხაზს უსვამ. აუცილებელია ყველასთან საუბარი. გასაგებია, თქვენ პოლიტოლოგი ბრძანდებით და მე უდიდეს პატივს აქცევ თქვენ ეს თქვენ კარგად იცით და მეც ასევე თქვენ და მოსახლეობამაც თქვენ უდიდესი პატივისცემა აქვს თქვენს მიმართ, მაგრამ აი ერთი რამე მინდა დავაზუსტო ახლა რახან თქვენ ამაზე დაიწყეთ საუბარი. მე გეთანხმებით იმაში, რომ ჩვენ ყველა ქვეყანასთან, მათ შორის დასავლეთთან, ამერიკასთან, თურქეთთან, ჩინეთთან, რუსეთთან, ყველასთან უნდა გქონდეს ჩვენ კეთილმეზობლური ურთიერთობა იმ ქვეყანასთანაც კი, რომელიც ქვეყანაც შეიძლება ჩვენს წინააღმდეგ მოქმედებს და ეხლაც და მერეც და სული მოქმედებს. ეს არის აქსიომა დიპლომატიის, მაგრამ აი აქ ისმის უყურეთ როგორი ახლა პოზიციები ისმის. კარგად იცით, რომ შევარდნაძეს ჰქონდა ეგრეთ წოდებული ლავირების პოლიტიკა. ანუ შევარდნაძე იძახდა იმას, რომ ჩვენ დასავლეთთანაც ურთიერთობა უნდა გქონდეს და რუსეთთანაც ურთიერთობა უნდა გქონდეს და ლავირება უნდა განვახორციელოთ ამ ორ ქვეყანას შორის. არ უნდა გადავიხაროთ რაღაცა ზედმეტად რომელიმესკენ. თქვენ არ ვიცი ხომ როგორ მაგალითად პოზიციაზე ხარ ამ მიმართულებით, მაგრამ მე ესეთი რამე მიმაჩნია სწორად, რომ საერთოდ ეხა აი ბევრი ლაპარაკობს მაგალითად ნეიტრალიტეტზეც, ხო, რომ საქართველოს უნდა იყოს ნეიტრალი. მე ვფიქრობ, რომ საქართველოს ჩემი აზრით ნეიტრალური ვერ იქნება თუ მსოფლიო არ შეთანხმდა ამაზე. თუ ეხა მსოფლიო შეთანხმდება, რომ საქართველოს უნდა იყოს ნეიტრალური, ეგ კიდე გასაგებია, მაგრამ შენ ვერ გამოაცხადებ, რომ ნეიტრალი შვეიცარია თუ არის ნეიტრალური, მსოფლიო შეთანხმდა ამაზე, რომ შვეიცარია ყოფილიყო ნეიტრალური ქვეყანა. იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს, რომ ამაზე დიდი ხანია საუბრობს. ყველას უნდა, კი ბატონო, მეც მინდა, რომ ვიყოთ ნეიტრალი, მაგრამ არ გამოდის ეს. და მე ხა რაც შეეხება ამ ლავირების პოლიტიკას. ხა თქვენ არ ვიცი, რამდენად ეთანხმებით ამას, მაგრამ ჩვენ ვინაიდან ვართ პატარა ქვეყანა, ჩვენ იმის ფუფუნება არ მოგცა ღმერთმა, რომ აი ეს ლავირების პოლიტიკა ვაწარმოოთ, იმიტომ რომ შენ თუ ეხლა იქითაც იქნები, აქითაც იქნები, უკვე რაღაცნაირად იცით, ასეთი პოლიტიკით შენ უსაფრთხოების ქოლგას ვერავინ ვერ მოგაცმევს თავზე რა. უსაფრთხოების ქოლგა ეკუთვნის იმას, ვისთანაც ხარ სტრატეგიულ პარტნიორობაში. აი ხა რუსეთმა მაგალითად უსაფრთხოების ქოლგა მისცა ბელარუსს, იმიტომ რომ ბელარუსის სტრატეგიული პარტნიორი არის რუსეთი. და ერთი ანუ სამოკავშირეო სახელმწიფო არსებობს. ეხა რომ არა ბელარუსი, რომ არა რუსეთი, არც ეკონომიკური კეთილდღეობა, არც უსაფრთხოება არ ექნებოდა ბელარუსი. ეხა ჩვენ რატომ მოგცემს რუსეთი უსაფრთხოების ქოლგას, თუ შენ პირდაპირ მასთან სტრატეგიულ პარტნიორობაში არ იქნები.
თუ ეხა შენ იქაც იქნები დასავლეთთანაც და ეგეთი დამოკიდებულებაში რუსეთი შენთან არ წამოვა ასეთ ურთიერთობაში. არ ვიცი მეთანხმები თუ არა, მაგრამ იცით რა რატომ ჩემი არგუმენტები? იმიტომ რომ შენ ხარ პატარა, თან ხარ ოკუპირებული. შენ ეხლა რო იყო მართლა ისეთი არა ოკუპირებული ქვეყანა, შენ ტერიტორიაზე ბაზები რო არ იყოს განთავსებული, კიდე შეიძლება, მაგრამ ეხლა შენ სასტარტო პოზიციები ისეთი გაქვს, რომ ასეთ გარკვეულ ულტიმატუმებს ვერ წამოაყენებ. ეხლა შენ რუსეთს რო უთხრა, რომ იცი რა არის, მე აი ვიქნები ნეიტრალური და ამით მოდი შენ დამიბრუნე მე ტერიტორიები, ან იქაც ვიქნები, აქაც ამოვიღებ ამ ჩანაწერს და ამ კი ბატონო, ეს ჩანაწერის ამოღება კარგია, მაგრამ ვიღაცებს აქ აქვს იმის ილუზია, რომ ამ ჩანაწერის ამოღებით ტერიტორიული მთლიანობა აღდგება და რაღაცა ჩვენ დიდ გარღვევას მოახდენ. ამით მოხდება ის, რომ კი ბატონო, რუსეთთან ურთიერთობები დათბება, იმიტომ რომ რუსეთი ამას დაინახავს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ. მე ჩემი აზრი გამაჩნია, რომ ჩვენ უნდა ავირჩიოთ ბელარუსის გზა. რუსეთი არის მართლმადიდებლური ქვეყანა, ჩვენც ამ რეგიონში არის მტაცებლური ქვეყნები. თუ ვიძახით, რომ ხა რუსეთმა რაღაცა ცუდი გაგვიკეთა, მასე თურქეთს უფრო ცუდი აქვს გაკეთებული და ყველას ცუდი აქვს გაკეთებული ჩვენთვის. ანუ ვინც გარშემო მეზობლები არის, ყველა ჩვენი ტერიტორიების აღებული აზერბაიჯანს, სომხეთს, თურქეთს, რუსეთს, ყველა ჩვენი ტერიტორია. მაგრამ მე ვიძახი ამას, რომ ჩვენ ლავირების პოლიტიკა დაგღუპავს. ჩვენ უნდა გქონდეს ერთ ქვეყანასთან სტრატეგიული პარტნიორობა, დანარჩენ ქვეყნებთან უნდა გქონდეს კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობა. ეხლა ბელარუსაც აქვს დამოკიდებულება ძალიან კარგი ჩინეთთანაც, ამერიკასთან, აგერ 5 საათი იყო ამერიკის პრეზიდენტის წარმომადგენელი იმასთან, ლუკაშენკოსთან საუბრობდა. 5 საათი. ანუ როგორც ცემს პატივს და მელა იმა ტრამპის ცოლმა ცრემ ისა რა ქვია წერილი გაუგზავნა ლუკაშენკოს. ხო და აი თქვენ როგორ ფიქრობთ? აი ჩემი პოზიცია ეს არის. თქვენ ეხლა თქვენ როგორ პოზიციას ემხრობთ? კი ბატონო, მე რაც ვთქვი, კიდევ იმას ერთხელ გავიმეორებ და ვიტყვი, მე ყველას პოზიციას პატივს ვცემ, განსაკუთრებით თქვენს პოზიციას, მაგრამ მე ჩემი ვერ ვიზიარებ და მე მაქვს ჩემი პოზიცია და შევეცდები მაყურებელს მოახსენო ეს. ჩემი აზრით პროცესებს განსაზღვრავს გეოპოლიტიკა. და გეოპოლიტიკა აიძულებს რუსეთს ისე მიმდინარეობს პროცესების განვითარება, რომ ჩვენთან მას ჰქონდეს ის ნორმალური ურთიერთობა, რომელიც სინამდვილეში უნდა ჰქონდეს მომავალში ცალკეულ მეზობლებთან და ჩვენ როგორც მეზობელი, მან აუცილებლად თავისი გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, მან ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს, ვინაიდან ჩვენ ვიმყოფებით მისი სამხრეთ საზღვრებთან. და ნახოს საქართველოს დაკარგვა ფაქტობრივად რომელიც გამოიწვია 90-იან წლებში იმ პროცესებმა რომელიც მიმდინარეობდა თავად რუსეთში რუსეთს მოუტანა ძალიან დიდი უბედურება და ნომერ პირველში რიგში ეს უბედურება იყო ჩეჩნეთის ომი და ჩვენი დაკარგვა და ჩვენთან კეთილ არმეზობლური ურთიერთობა რუსეთისათვის ნიშნავს რომ მისი სამხრეთი საზღვრები და კერძოდ ჩრდილოეთ კავკასიის ავტონომიური რესპუბლიკები ძალიან დიდი საფრთხის წინაშე დგება. ფაქტია, შემოძვირფასო მეგობრებო ეს და მე ვლაპარაკობ ეს მოცემულობა ჩვენ აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ ჩემი გადასახედიდან ეგარი. მე მაგ მოცემულობაში თქვენ იცით გამოყვებოდით იმ შემთხვევაში ჩვენ ტერიტორიების დაბრუნების პრობლემა რო არ გვიდგას. მე ვთქვი კიდევაც ჩვენ რო ვიყოთ ეხლა ისეთი ქვეყანა რომელსაც ტერიტორიები არ ექნებოდა დაკარგული ანუ რუსეთის მიერ არ ყოფილიყო ოკუპირებული ეს ტერიტორიები, ბაზები არ ყოფილიყო აქ, მაგ შემთხვევაში შეიძლება რომ აი რუსეთთან ესეთი ტიპის ურთიერთობა ქონდა. აი ახლა მე გეკითხები თქვენ, რუსეთი ახლა ჩვენ ხო გვინდა თქვენც დარწმუნებული ხართ და მეც და ყველას ჩვენი ოცნება და ჩვენი მიზანი არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამისათვის, ხო? ეხლა შენ რუსეთს რო ეუნები იმას, რომ იცი რა, შენ დამიბრუნე მე ტერიტორიები და მე ვიქნები შენთანაც კარგად და ვიქნები ამერიკელებთან და ევროპელებთანაც კარგად. თქვენ როგორ ფიქრობთ რუსები ამაზე წამოვიდნენ? სხვანაირად, ბატონო ნიკოლოზ, ეს პროცესი არ გამოვა. და რატო ბატონო ედიშე არ გააკეთებს მაგას, იცით რა? მომისმინე, არ გააკეთებს და გეტყვის, აი ერთ რამეს გეტყვის, აი ერთ არ გააკეთებინებს გეოპოლიტიკა და ვინ არ გააკეთებინებს? აი ხა თქვენ ჩეჩნეთი ახსენეთ.
ჩეჩნეთის თემა დღეს არ ვლაპარაკობ და ჩეჩნეთის თემა იყო ინსპირირებული დასავლეთის მიერ, როგორც ბევრი რამ. არავინ არ ლაპარაკობს, როგორც მაგალითად ინსპირირებული კი არ იყო, უფრო მეტად ისინი იყვნენ ამაში ჩართული მთელი რიგი გეოპოლიტიკური და ეკონომიკური პროცესების. კი ბატონო, იმიტომ რომ ელცინი, ლოთი ელცინი იყო მათი პროექტი, მე დარწმუნებული ვარ, რომ პუტინი რო ყოფილიყო, მაშინ ჩვენ სახელმწიფო გადატრიალება არ შედგებოდა საქართველოში და გამსახურდია მონახავდა ენას პუტინთან. მაგრამ ელცინი იყო ამერიკის კაცი და ვინაიდან დასავლეთ სურდა რომ საქართველოს დაეკარგა ტერიტორიები, არეულობა მოხდარიყო, ამიტომ მოხდა ეს. პუტინი რო ყოფილიყო ელცინის ადგილზე, არ მოხდებოდა საქართველოში ეს უბედურება. მაგრამ ერთ რამეს გეტყვით, ეხლა თქვენ რო იძახით, კაცო, არ ისქნებაო და აიძულებსო და რაღაცაო. ჯო, იცი რა არის? გეტყვის შენ ისეთ პირობებს გეტყვის. კი ბატონო, ვიყოთ ისა, მაგრამ არ წამოვა ტერიტორიული მთლიანობის ადგენისაკენ ასეთ შემთხვევაში. შენ თუ მასთან არ დაამყარებ პარტნიორულ ურთიერთობას სტრატეგიულს. შენ თუ არ იქნები მისიისა და მე ვერ ხვდები ერთი წამით, აი თქვენ რატო არ უნდა თუ აი რუსეთმა გითხრა შენ, რომ შენ როგორც ბელორუსია ჯერეგერთიც მაგი რო ისე მიმყავს მე საუბარი, ვითომ მაგ საკითხი იდგეს, ვითომ ბოდიში და მაგის შემოთავაზე, ნეტა ეგ შემოგთავაზოს და ბელორუსია სხვა ფენომენია რუსეთთან. ნეტა არა, ბოდიში ერთი წამი, ნეტა ეგ შემოგთავაზოს და მაგაზე ბედნიერება ჩემთვის არაფერი არ იქნება და ქართველი ხალხის, მაგრამ უყურეთ ეხლა თქვენ რასაც იძახით, თუ რუსეთმა შემოგთავაზა შენ რო სიტყვაზე იყავი ჩემთან, როგორც ბელორუსი არის სამოკავშირეო, ანუ სახელმწიფო, როგორც არის ბელორუსი და ჩვენი ბაზები უნდა იყოს განთავსებული თქვენთან, იმიტომ რომ ბაზები თუ განთავსებული, შეიძლება ბაზები ისედაც არის განთავსებული. ჩემი ბაზები უნდა იყოს განთავსებული თქვენთან, უნდა გქონდეს ჩვენ ესეთი ურთიერთობა და ამ შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ რაღაც ფედერაციულ მოწყობაზე. ეხლა უნიტარული საქართველოს ჩემი ოცნება კი არის, მაგრამ რეალობას უნდა შევხედოთ, რომ უნიტარული საქართველოს დიდი ალბათობით ვერ იქნება. ფედერაცია ყველაზე კარგი და ყველაზე აი რაღაცა ფანტასტიკა და ყველაზე საუკეთესო ვარიანტი არის თუ ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ ფედერაციული მოწყობა იქნება საქართველოს. იმიტომ რომ რუსეთი მე ვიცი რომ რაღაც კულუარული საუბრები არის კონფედერაციაზე, რომელიც ნუ ქართულ მხარეს არ აწყობს. აი თუ ესეთი ის იქნება, რატო არ უნდა დავთანხმდეთ იმაზე, რომ რუსეთი თუ წამოვიდა საქართველოსთან ასეთ თანამშრომლობაზე, რომ აი ჩვენ მოდი თქვენთან როგორც ბელორუსთან გვაქვს ესეთი ურთიერთობა გქონდეს, ბაზები იყოს განთავსებული და საქართველოს იურისდიქციაში შემოვა ეს ფედერაციული. ანუ ერთი წამით ეს ჩვენ მაშინ ჩვენ ამაზე არ უნდა დავთანხმდეთ. აი კითხვაზე გეუბნები. აი ერთი წამით ბატონო დიშე ჩვენ ხო არა ვართ დროში არ ვართ შეზღუდულები. ასეთი ინიციატივით რო წამოვიდეს რუსეთი. მე რასაც ვიძახი. ჯერგერთიც მაგაზე რო ასეთი ინიციატივით რო წამოვიდეს ისე ფანტასტიკა იქნება, მაგრამ აი თქვა წამოვიდა. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს არ უნდა მივიღოთ ჩვენ? მე მაგალითად მინდა გითხრათ. არა, უნდა მივიღოთ თუ არა და მე განავრცეთ. ვერ მივიღებთ, ვერა, რატო ვერ მივიღებთ? ავხსნი. რატო არ უნდა მივიღოთ? თიმო ბატონო, ავხსნი. რატომ ბელორუსიას არავითარი კონფლიქტური რეგიონები არ აქვს. არც ერთი კონფლიქტური რეგიონები არ აქვს. და ბელორუსიაში თუ დგას რუსული ჯარი, ბელორუსი და რუსი ერთმანეთისაგან არაფრით არ განსხვავდებიან. ჩვენ და მეგრელები უფრო მეტად, ისე ქართველები და მეგრელებს უფრო მეტად არა აქვს. გავიგე და შენ უფრო უნდა წახო. ბელორუსსა და რუსა აქვს ერთმანეთთან და ერთ-ერთი მთავარი პროცესი რა არის? როცა უნდა, როდესაც გთავაზობს იმ ფედერაციაზე ვლაპარაკო. ბატონო ედიშე, ერთი წამით მე თქვენ არ როცა უნდა მაშინ აგიფეთქებს ამას და რუსმა ეს ბატონო ედიშე, თქვენ არ მისმენთ გააკეთა საქართველოს. ერთი წამი ბატონო ედიშე, თქვენ არ მისმენთ მე რას ვლაპარაკო. მე კონფედერაცია ვახსენე სადმე? კონფედერაციაზეო, ჩემო ბატონო. კონფედერაცია არ მithქვია ბატონო ედიშე, ეთქობა თქვენ არ მისმენთ. ფედერაცია? ხო, ფედერაციაზე გელა. ჩემო ძვირფასი. მასე ერთი წამით ბატონო ედიშე, მასე მოდიში ერთ რამეზე შევთანხმდეთ. რუსეთს თუ უნდა ავტონომიასაც აგიფეთქებ შენ. იმიტომ რომ ავტონომიები აგვიფეთქდა ჩვენ აქა. ჩვენ რა აგვიფეთქდა? აფხაზეთი იყო ავტონომიური რესპუბლიკა და სამხრეთ ანუ ეს ცხინვალი, ხო? ორივე აგვიფეთქდა ჩვენ. ამათმა გამოაცხადეს დამოუკიდებლობა და გავიდნენ. თუ აფეთქებაზე მიდგა საქმე, ყველაფრის აფეთქება შეუძლია აქ რუსეთს. მოიცა ავტონომიები არ აგვიფეთქდა ჩვენ. და მე გეკითხები თქვენ რო ამბობთ თქვენ ერთი წამი პოზიციიდან გამომდინარე. არა, თქვენ თუ იძახით რუსეთს რასაც უნდა, რუსეთს თუ უნდა, რუსთან ვერ ვიქნებით ვერცერთ შემთხვევისათვის ბატონყმურ ურთიერთობაში. ვინ იძახის რუსმა ჩვენ
თავზე გადაგვახია 1790. ჯო, აი ეხლა თქვენ ასაც ლაპარაკობთ ეხლა. მე მინდა ერთი რამე დაგითხრა. 1793 წლის გეორგიევსკის ტრაქტატს ვით წაუკითხავს რა არის მაშინ ცუდი? არის რაიმე ცუდი? არაფერი არაა მაშინ ცუდი, არაფერი არ წერია. მაგრამ შეასრულა ბატონო ედიშერ მე ხა თუ ჩვენ მოდი ერთი წამით ჩვენ ერთი წამით ხა თუ გეორგიევსკის ერთი წამით გეორგიევსკის ტრაქტატზე ხო არ ჯერ ერთიც ხა თუ გეორგიევსკის ტრაქტატზე გადავალთ იქ თუ რაღაცა დაირღვა ბევრი რამე გეორგიევსკის ტრაქტატმა გადაარჩინა საქართველოს ჩემი აზრით იმიტომ რომ 500-600 კაცი ვიყავი დარჩენილი და მაგ ტრაქტატმა გადაარჩინა საქართველოს მაგრამ იქ თუ რამეა დაირღვა ხო მაგრამ მე ტრაქტატზე არ გელაპარაკე ერთი წამით შესახებ მე ისტორიკოსმა და ყველამ უნდა ვისაუბროთ რა ქონდა კი ბატონო მაგრამ მოდი ჯერ ერთი თემა ამოვწუროთ ბატონო ედიშერ მე ერთი თემა ამოვწუროთ მე მაგალითად არა უყურეთ რა ხდება თქვენ რო იძახით ერთ შემთხვევისათვის ჩვენ ვართ ერთი პრიზმიდან გამოვდივართ ორივე ჩვენი ეროვნული ჩვენი დამოუკიდებლობის და ჩვენი ტერიტორია მაგრამ აქ ეხლა ეს არის ჯანსაღი ერთი წამით რა მოდი მე ვიტყვი და მე კამათი კი ჯანსაღი ეს არის ჯანსაღი კამათი ამას ეს კამათი უნდა იყოს ჩვენთან კი არა მარტო უნდა იყოს ყველა ტელესტუდიებში უნდა იყოს აუდიტორია აი უყურეთ ეხლა თქვენ რო ლაპარაკობთ კაცო ბელორუსი და რუსეთი ერთიო მე ვინ იძახის რომ სხვადასხვა მაგრამ ზუსტადაც ბელორუსზე უარეს დღეში რო ვარ ბელორუს ტერიტორიები არ აქვს დაკარგული შენ ტერიტორიები გაქვს დაკარგული შენ დემოგრაფია განადგურებული გაქვს შენ ბოდიში და თურქეთი გაზის თავზე იმიტომ რომ კაცი გეუნება ერდოღანი რომ შენ თურქები ჩამოასახლეო აჭარა გათურქებული რა ბოდიში და რა თავს იფასებდა ვისი უფას ვისეუნები შენ ეს მინდა ეს არ მინდა თახვალდაზე ქვეყანა გაქრები და მადლობა ეგეთი რამე რომ რუსეთმა შემოგთავაზო შენ რომ ფედერაციაზე წამოდიო ბოდიში და ერთ ადგილზე უნდა აკოცო იმ რუსეთს რა იმიტომ რომ შენ ხვალდაზე გაქრები ესე თუ გაგძელდა დემოგრაფიული მდგომარეობა კატასტროფული გაქვს ირანელები თურქები შემოდიან და თქვენ როგორ ფიქრობთ ერდოღანმა რო თქვა ის რომ თურქები ჩამოასახლეთო ეს ჰაერზე თქვა თქვენ როგორ გონიათ ეს თურქული სერიალები რო გადის ყველა დღე ეს შემთხვევით ხდება თქვენ როგორ გონიათ აი შინაგან საქმეთა მინისტრი რო ჩამოვიდა ეხლა ამ დღეებში და კობახიძე შეხვდა ეს შემთხვევით ხდება რა ილაპარაკეს რა მოთხოვნა ეს კაცი ვიღაცა ხელი წამოსაკრავი ხო არ არის რო ამბობს ამხელა ტრიბუნიდან რომ თქვენო თურქები უნდა ჩამოასახლო დაასახლო ჯავახეთშიო ეს არ არის გარკვეულწილად დიდი საფრთხე იმიტომ რომ შენ რა წინაღუდგები თურქებს მოიცა არა ხო და ამ ფონზე როდესაც ბოდიში და დარხეული გაქვს ყველა მხრიდან და როდესაც ერთადერთი გამოსავალი არის რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობა შენ რო დაიწყებ მე არა იცი რა შენ დამიბრუნე ტერიტორიები და შენთან ვიქნები კარგ მეზობლურ დამოკიდებულებაში და აი ამით დაკმაყოფილი თქვენ როგორ ფიქრობთ ეხლა ამაზე რუსეთი წამოვა სტრატეგიული პარტნიორობა მანამდე ვერ იქნება თუ არ იქნა თანასწორუფლებიანი თანასწორობა მე სტრატეგიული თანასწორუფლებიანი მოიცა ეხლა ერთი წამი ბატონო ედიშერ ბელორუსსა და რუსეთს შორის არ არის თანასწორუფლებიანი ნიკოლოს ბოლოს და ბოლოს ერთი რამ მინდა ჩემოთვიფასო მეც დამალაპარაკე ახლა როგორ ვენდო იმ რუსის ხელისუფლებას რომელმა რუსის ხელისუფლებამ ფაქტობრივად ორმა ქართველმა იმპერია უზარმაზარი შეუქმნა და ის ორი ქართველი მიწასთან გაასწორა და გაათახსირა ამ ხალხთან ამ ხალხის ხელისუფლებასთან შეიძლება რაიმე ვისთან უნდა კონდეს ურთიერთობა პუტინზე ვლაპარაკობ 80 წლის თავი იყო 9 მაისს გამარჯვების და ერთხელ სტალინი არ ახსენა ამ ხალხის დობა შეიძლება? აბა ვისთან უნდა ვიურთიერთობოთ? ბატონო ედიშერ, ვისთან უნდა ვიურთიერთობოთ? ერთი მაინტერესებს. ერთი მოიცა თურქებს რო გვისახლებენ აქ. ქვეყანა მოიყვანა დღევანდ დამამთავრებინე კაცო მეც არა. ბატონო, მაგრამ არა ვიცე იძახი თქვენ რომ ამ მეც არ მომწონს ის რომ 9 მაისს სტალინს არ ახსენებენ, მაგრამ ეხა გამოსავალი რო არა გაქვს. გამოსავალი ის არის, რომელიც მოაქვს სოფლიო ისტორიული სვლელობის პროცესი. ანუ რამაც დღემდე მოგიყვანა. ეს არის ის ბალანსირების პოლიტიკა და ამ ბალანსირების პოლიტიკას რომ შეუძლია წარმატების მოპოვება აგერ დაგიმტკიცა 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე განვითარებულმა პროცესებმა. რა დაგიმტკიცა რა? რა შედეგი მიიღო? რომ ავარიდეთ თავი. რა არიდე რო წასულიყავი და აღარ იარსებებდი რა. ეხა ბოდიშ და ამას ვლაპარაკობ, ამან მოგიტანა ეხლა მიავლაპარაკობ ერთი წამით, აი ხა თქვენ რო ლაპარაკობთ, ბატონო ერთი წამით.
ახლა ამას წინ ვერ აღუდგენთ. ეხლა რო ერთი წამი თქვენ რო ლაპარაკობთ ამ ბოდიში ამ ხალხთან როგორ უნდა იურთიერთო. თქვენ აი მაგი რო შენ ომში რო არ ჩაერთე, ლარი რომ მყარი გაქვს და ეკონომიკა რო თავზე არ გემხობა, სწორედ აი ამ ჩილოელი მეზობლების ბრალია. მე რას ვლაპარაკობ, კაცო, მე ურთიერთობაზე, ბატონურ ურთიერთობაზე. არა ეს ეხა შენ თუ ერთი წამი აქ არის ორი გზა. ურთიერთობა უნდა გქონდეს, რა თქმა უნდა. ურთიერთობა უნდა გქონდეს სავაჭრო არა ურთიერთობა ბოდიში თურქეთთანაც უნდა გქონდეს და მოსისხლემთ ერთად უნდა გქონდეს. როდესაც ემთხვევა ერთმანეთს, იქ ურთიერთობების გარეშე ყოველას წარმოუდგენელია ურთიერთობა. აი ახლა დაზამთრდა. და ქუჩაში ერთი კვირის წინ რო გასულიყავი სიცივე რო იყო და ეხლა ზამთარი რომ მოვა პიჯაკისა და პალტოს გარეშე ქურთუქის გარეშე ვერ გახვარ. ესე იგი ეს მოცემულობა ასეთივე მოცემულობაა შენ რო გაქვს რუსეთი მეზობლად გინდა თუმცა მასთან ურთიერთობები მაგრამ კიდევ ვერ ვლაპარაკობ ეხლა მე ზემოდან მიყურებ და რამდენიმე წლის განმავლობაში და ზემოდან რომ დამიწყო ყურება ევროკავშირმა და დასავლეთმა და ვიღაცა დედაკაცების შარლატანი პოლიტშარლატანი დედაკაცების ვასვამს თავზე ამიტომ ვართ ისე როგორც უნდა ვიყო ეს არის არ გეტყვი ბატონო ედიშერი აი დიდი პატივს აქცევთ მაგრამ მეც ასევე ეს პოზიცია ეხა თქვენ რასაც იძახი რომ რუსეთი ზემოდან გიყურებდა ეს არის ნაციონალური ნარატივი და გეტყვით რატო და მე თქვენ თქვით თქვენ გამე რუსეთი ბოდიში თვითონ იძახის იმპერია მინიტაკიე ბელიე პუშისტი არასოდეს იმპერია არ არის სიკეთის განსახიერება ბიზანტიის იმპერიამ იმდენი ბოროტება გაუკეთა საქართველოს რომ რა ვიცი ვერ ჩამოთვლი მაგრამ რო ვლაპარაკობ თქვენ რო ეხლა ზემოდან ბიჭო რა ვიცი თუ ზემოდან გვიყურებ და ამ რუსეთის დახმარებით დაბრუნდა საქართველოში ჯავახეთი, გურია, აჭარა. ამ რუსეთის დახმარებით არის 500,000 ქართველი რო იყო და ეხლა 5,600,000 გახდა 99 წელს. ამ რუსეთის დახმარებით არის რომ ამდენი საწარმო ქარხანა, ფაბრიკა აშენდა და მე ჩვენ ავდექით და ყველაფერი გავანადგურეთ. და ეგრე ვინმე თუ ზემოდან მიყუროს, კაცო თუ კი გადამარჩეს. თუ კი ტერიტორიებს დამიბრუნებს, მიყურო ზემოდან რუსეთი კი არ გვიყურებს. ზემოდან გვიყურებს ამერიკა, რომელსაც ამდენი ხნის პარტნიორობა გვაქვს, ჩვენ 30 წლის ერთი ფაბრიკა არ აუშენებია, ერთი ქართველი არ დაუსაქმებია ლეგალურად და გადაგვიარა და გადმოგვიარა. იცით რა? არჩევანი, ხო და ამიტომ როიცახით თქვენ, არავით არის ზემოდან არ გიყურებს რუსეთი. ის კიდე ეს ეკლესია მართლმადიდებლობა შეგინარჩუნა. ის ბოდიში და იმ საბჭოთა კავშირში კიდე რო ვიყავით, კიდე ეკლესია მონასტრებიც აღადგინა და ეხა თუ კი ბოდიში და მიუყვებით იმას რომ რა იყო ცუდი თვითონ მირონმცხებული მეფე დახვრიტეს იმდენი ბუბედურება გააკეთეს თვითონ რა ეხა შენთან თუ რაღაცა არასწორად წავიდა თვითონ ყველაზე მეტი არასწორად გააკეთეს თავის ქვეყანაში მაგრამ აქ ერთია აი მე კითხვას გისვამ თქვენ როგორ ფიქრობთ ბატონო ედიშე რომ ეხლა თქვენ რო თქვით აფხაზზე ცხინვალს შენ დაგიბრუნებს ესე იგი რუსი თუ კი შენ მასთან იქნები აი ესე სტრატეგიულ პარტნიორობაში მარტო რასაც თქვენი ძახი დაგიბრუნებს მაგ შემთხვევაში შეიძლება გიბასო ხო კი ბატონო არა მე გავჩუმდები ხმას არ ამოვიდი ხო რაზე მინდა იცი გითხრა ესე იგი შენ თქვენ თვითონ ლაპარაკობ ჩემო ნიკოლოს რომ წაგატართმეული აქო წამართვა ეს წართმეული გაქვს იმიტომ რომ შენი აი ბოდიში რახან თქვით ეგა გიპასო წართმეული გაქვს შენი უწვინო პოლიტიკის გამო იმიტომ რომ ნატო რო არ გეყვირა რუსეთის საწინააღმდეგო როდის ვიყვირეთ 93-ში ჩვენ ნატო ბიჭო მაშინ ეხლა 92-ში თვითონ ამერიკა მართავდა 92-ში ჩვენ არ ყვიროდით არა 92-93-ში შევეწირეთ სოფლიო დიდ გეოპოლიტიკურ გადანაწილებას 93-ში რუსეთს მართავდა ამერიკის შეერთებული შტატები ელცინის საკითხი ეხლა ვინც მართავდა არ მართავდა მე მაგ შედეგი წინ და ამ შედეგიდან გამომდინარე ეხლა გიპასუხებ თქვენ რაც ბრძანეთ ტერიტორიები დამიბრუნაო საქართველოს კი არ დაუბრუნა მან ტერიტორიები უპირველეს ყოვლისა მის იმპერია შემოუერთა ეს ტერიტორიები საქართველოს გაერთიანება არა მოშ ერთი წამი მაშინ რუსეთის ფედერაციას მისცემდა ლაპარაკები დადებითად ვაფასე არა აგეთახმებით რატო იცი თქვენ რო იძახით იმპერია შემოუერთა იმპერია კი იყო საქართველოს ნაწილი მაგრამ როგორც ყირიმი იყო მაგალითად იმ რა ქვია იმ უკრაინის შემადგენლობაში ხო იყო ერთი პერიოდი ყირიმი შეეძლო ეს ტერიტორიები ამდღარიყო და
თვითონ დაღვარა სისხლი, ხო? აქა უამრავი სისხლი დაღვარა. ადგებოდა და რუსეთის ფედერაცია შეუერთებდა. რუსეთის ფედერაცია. აი კაცო, შეერთებული არ იყავი მაშინ, შეერთებული. არა, ფედერაცია ხო იყო კაცო, იქ იყო რუსეთის ფედერაციასთან როგორ შეუერთებდა? მაგის ეს სულ სხვა პროცესი. რუსეთს ხონდა რუსეთის ფედერაციასთან მან ის ტერიტორიები შეიერთა, არა, მომისმინე სუბიექტი. ირგვლივ ხონდა შემორტყმული. სუბიექტი, როგორც მეორე ამბავია, მინდა გითხრა, ერთ-ერთ მნიშვნელოვანეს რაიმეს მიაქციეთ ყურადღება. ის რუსეთის იმპერია სხვა იყო და ის საბჭოთა სისტემაზე, როდესაც ლაპარაკობ, ის კიდე შესასწავლია რა იყო. იმიტომ რომ საბჭოთა სისტემაზე ყველაფერ ცუცრო ლაპარაკობენ და ვიცი მე თქვენ ძალიან გონიერი კაცი ხართ და ამ ხრივ რადიკალურად განსხვავებას აკეთებ, მაგრამ ერთ მომენტს გეტყვით, ის კი რატომა შესასწავლი, იმიტომ ლაპარაკობ, იმიტომაც შესასწავლი რომ დამისახელეთ ერთი მსოფლიოში ისეთი ქვეყანა, სადაც როიძახიან კოლონია იყო საქართველოს 98 დეპუტატი ყავდა უმაღლეს საბჭოში საქართველოს. ატყვის ლაპარაკობ. და მე დამისახელეთ ის იყო ქვეყანა ინდოეთის, ესე იგი, ამდენი ზემოდან არ გიყურებდნენ თუ ამდენი დეპუტატი ყავდა, ესე იგი არ გიყურებდნენ ზემოდან, ხო? კაცო, მე ზუსტად მაგას ვლაპარაკობ, უნდა განვასხვაოთ თქვა. რუსეთის იმპერია და საბჭოთა კავშირი ერთმანეთისაგან უნდა განვასხვაოთ. საბჭოთა კავშირის შესწავლა უნდა დაიწყოს და საბჭოთა კავშირის კი არ უნდა შევხედოთ იდეოლოგიით და პროპაგანდისტული თვალსაზრისით, არამედ უნდა შევხედოთ მას სიღრმისეული თვალსაზრისით. და ის მიღწევები, რომელიც იყო საბჭოთა კავშირში, რომელიც გეთანხმებით გაანიავეს შემდეგ. და აი დასავლეთზე, როდესაც ვლაპარაკობ ჩვენ, აქ უნდა ამოვიდეთ ერთი მეტად მნიშვნელოვანი საქმიდან, რომელსაც ქვია პოლიტიკაში ინტერესებია და არა მეგობრობა. შევარდნაძემ რაც გაუკეთა დასავლეთს, შევარდნაძის სამშობლო პატარა საქართველო უნდა ეტარებინათ ხელის გულზე. თქვენს ვლაპარაკობ. მაგრამ შევარდნაძე პანგურის ცემით გააგდეს თანამდებობიდან. თქვენს ვლაპარაკობ. შევარდნაძესაც გაუკეთეს. ვისი ხელი ეჯირა ერია მასში? შეთანხმებული იყო რუსეთი და ორივე დასავლეთის შევარდნაძეს რაც გაუკეთეს ის. ვინ ჩამოვიდა აქ? ივანოვი არ ჩამოვიდა და ივანოვმა არ მოიყვანა, არ მოათრია იმასთან ამერიკელებთან შეთანხმებით სააკაშვილი. თქვენს ვლაპარაკობ რაიმე? ეს სხვა თემები არის ბატონო. ანუ სხვა თემებს რატო ვლაპარაკობ? იმიტომ რომ შენ თუ ვერ იქნები ღირსეული და შენ თუ იქნები ვინმეზე მიტმასნებული და შენ თუ იქნები ვინმესაც ყურმოჭრილი, ამ შემთხვევისათვის ჩემო ნიკოლოს ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ სიტუაციაში მოგიტყევენ სააკაშვილებს. ერთი წამით, ეხლა გეტყვით ერთ რამეს. აი თქვენ რო იძახით ეხლა რომ ყურმოჭრილი. ეხლა ბელორუსი და რუსეთის აქვს სამოკავშირეო სახელმწიფო, ხო? ეხლა თქვენ რა გინდა თქვათ რომ ლუკაშენკო ყურმოჭრილი მონაა პუტინის? თქვენ ლუკაშენკო არა, მაგრამ მეორე არა, ერთი წამი. მაგრამ ლუკაშენკოს შემდეგ ვინც არა თუ ეხლა ბოდიში იქნება ვიღაცა ის ხელშია იქ აბსოლუტურად ბატონო ედიშერ ვათქმევინეთ მე ხო გისმენთ არ მინდა მასეთ სამოკავშირეო ხელშეკრულება არა მე ეხლა თქვენ არ გინდათ ეხლა ბოდიში ხართულ ხალხს ჩემზე რა მე ვლაპარაკობ ჩემს მოსაზრებას კი ბატონო აი უყურეთ ერთი რამეთ ეხლა თუ კი ადამიანი იქნება მოღალატე ვიღაცა მე დარწმუნებული ვარ ბელორუსი ხალხი ლუკაშენკოს მერეც გააკეთებს სწორ არჩევას ლუკაშენკოს აქვს არაერთი როგორ ვინ შეეკითხება ბელორუსის ხალხს თუ მოინდომა ძლიერმა არ ხდება ბატონო ნიკოლოზ ეხლა ბოდიში რა ბატონო ედიშერ მასე რომ იყო პოლიტიკაში არის ინტერესები და არა შენ ვიხარ ერთი პატარა სახელმწიფო ხარ შენ ვიხარ ეხლა რომ ბოდიში აქ რომ დედამიწის ჭიპი ხარ ეხლა მასე შენ შეგეკითხება არავინ ერთი წამით მასე თუ ვიყო ერთი წამი მათქვა და თამაში ერთი წამი მათქვევინეთ ეხლა რა ჩინეთი შემოყვანა რა ჩინეთი შემოყვანა ბატონო ეხლა თქვენ გონიათ შემოვა ჩინეთი და ჩინეთი იძულებული არის რუსეთმა ანგარიში გაუწია. ამაზე ეს უნდა ითამაშოს. ჩინეთი როგორ შემოვა ამ რეგიონში? ბიზანტიელები და ირანელები რო შემოდიოდნენ საქართველოში. ნახე იქ რო გაიმართა ატიკის ძირშიო. მე ბიზანტიელები რო წედე კავკასიონის მთების ძირში გაიმართაო, კრებაო. სად წავიდეთო? ბიზანტიელებისაკენო? თუ წავიდეთო ირანელებისაკენო, ჩემო ბატონო? და იქ დამოუკიდებლად ეს რაზე მეტყველებდა ჩემო რაზე მეტყველებს იმიტომ რომ მრავალმხრივი პოლიტიკაა საწაწო ბატონო ედიშე მე შენი იდენტობა
თუ არა და ერთი წამით ჩინეთი როგორ ჩინეთი ერთი წამით რა ჩინეთი შეიძლება აქ ეკონომიკური რაღაც ინტერესი გქონდეს რანაირად უნდა ჩემოვიდა ზუსტად ეკონომიკური ინტერესები უნდა გადაგა ირანი კაცო აგერ არის და რინანდი და ბოდიში და ბიზანტიას აქ იყო და გვერდზე იყო აქ არის გადანაწილებული ბოდიში და მთელი მსოფლიო რუსეთსა და ჩინეთს შორის არის საკმაოდ ისეთი პარტნიორული დამოკიდებულება ხო ეხლა ამ რეგიონში ბოდიში და თქვენ როგორ ფიქრობთ ეხლა ჩინეთი შემოვა და რუსეთის ინტერესები გაიწევა რანაირად შეიძლება ეგეთი რამე მოხდეს და ჩინეთთან ჩვენ გვაქვს დაბალანსდება ბატონო ედიშენ მათქვევნე ჩვენ ხო ეხლა იქ იმ ქალთან არა ვართ რომ არ გვაცლის ლაპარაკს მე ვიტყვი და თქვენ ვთქვით აქ ერთი რამე არის უყურეთ ჩინეთი ვერ მოახდენს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის აღდგენას ჩინეთთან რო დაიდო პარტნიორული დამოკიდებულება ეკონომიკური აქ ვიღაცები გამოხდნენ ტელევიზიით და მითხრეს რომ აიო ჩინეთიო ჩვენო სამხედრო პარტნიორული დამოკიდებულება გვაქვს ჩინეთთან ჩვენ სამხედრო პარტნიორული დამოკიდებულება არ გვაქვს ეკონომიკური დამოკიდებულება სხვა არის და სამხედრო პარტნიორობა სხვა არის და მე ერთ რამეს გეტყვი თქვენ რო იძახით იქ რო იქო აქ ეხა ჩვენ ასეთი ლოგიკით თუ გავყვეთ პატარა ქვეყანა ხარ შენთანაც ვიცაც უნდა რაც უნდა იმას გაგიკეთე მაგრამ ერთი რამე არის ბელორუსმა რუსეთთან არათუ დაჩაგრულად იმყოფება, არამედ პირიქით ბელორუსის პროდუქცია გადის რუსულ ბაზარზე 80%-ით და ბელორუსი უფრო მითი სარგებლობს პრივილეგიებით ვიდრე რუსი. რო იცოდეთ და ეხა ჩვენ ერთი რამე არის, ჩვენ ვართ რაღაცა ხობიების და რაღაცა იმისი რაღაცა ვაიმე რამე არ დაგვაბრალონ იმის შიშის ქვეშ ვართ ამდენი ხანია. ეხლაც აი მე არ მომწონს ეს პოზიცია რომ ჩვენი რაღაც ელიტის წარმომადგენლები რო იძახიან რომ აი თუ დასავლეთი ეხლა ჩვენ იმ შეცვლის დამოკიდებულება ჩვენ შევცვლით თუ რაღაცაში ესე იგი რას ნიშნავს ეხლა ვერ გავიგე დასავლეთმა რო გითხრა შენ რომ რუსეთთან გაწყვიტე ურთიერთობა და არაფერი არ კონდეს ისევ იქითკენ უნდა წავიდეთ კაცო ანე სამხრეთ ერთი სამხრეთი მეგობრობა რა არის ეხლა მაგრამ გავწყვიტე ხო და ერთი რამეა ეხლა თქვენ რო აი ბოდიში აგერ თურქეთი რო იძახის აგერ აი კითხვას გისვამთ თქვენ ისტორიკოსი ბრძანდებით თურქეთი რო აწובה შენს ქვეყანას რომ ისაო დაასახლეს თურქები ჯავახეთშიო ვინ შეიძლება აქ შენ დაგიდგეს გვერდში რუსების გარდა ამ საკითხში გეკითხებით თქვენ რუსეთი კი შენ კი არ დაგიდგება აბა ვინ დაგიდგება სხვა აბა შენ დაიცავ შენ თავს ერთი წამი ახლა მე მაპასუხე კაცო კი ბატონო შენ დაიცავ შენ თავს სულკეთან მომისმინე რუსეთი თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე დაგიდგება რა გავიგე ხო ესე იგი ბოდიში თავისი ზუსტად მივედით ორივე ერთ დასკვნამდე მე ვფიქრობ ამ საკითხში მაინც მივედით რომ რუსეთი მის ინტერესებიდან გამომდინარე და შენი და რუსის ინტერესები ამ საკითხში ერთმანეთს დაემთხვა ბატონო ედიშე პოლიტიკაში ესე არ ხდება რა პოლიტიკაში ესე არ ხდება აკეთო ერთი წამი აი ერთ რამეს გეტყვით ბატონო ედიშენ ეხა თქვენ რა გონიათ იცი მე ვაგინო ეს რუსეთი მე ბოდიში და სტრატეგიული დინემაზეავლაბარაგო რატო უნდა ვაგინო არა ბოდიში ერთი წამი ერთ მათქვენ როგორ არ ვაგინო კაცო წულუკიანის კომისიის ხდომაზე მთავრობაც აგინებდა რუსეთს და ის ოპოზიციას ის ეუნებოდა რა ქვია ეს სამთავრობო გუნდის წევრი შენ იქ რა ისწავლე იმ გახარია რა ისწავლე შეუპატრონო შენ და რუსეთში რო სწავლა სად არის საქართველოში იმდენისა არ არის ეს გინება ვერ გავიგე და მე გეკითხები ერთი წამით გეკითხებით ერთი წამით მათქმევინეთ კაცო რო იძახით რომ აიო რუსეთიო ისაო დაიცავსო საქართველოსო იმიტომ კი არაო რომ რაღაცა ქართველებს არამედ თავისი ინტერესიდან გამოვაო რა კი ბატონო ეგრეა პოლიტიკაში არ არის ეგრე კი როგორ არა შენ თუ რუსეთს თან გეკდება ისეთი დამოკიდებულება როგორიც ეხლა გაქვს არ შენ დაგიცავს არავინ არ არის ვალდებული შენ რაღაცა სადღაც დაგიცვას როგორც ესე იგი როგორც აი ყარაბაღი მისცა და მე უკან მისი მეშვეობი დაბრუნდა იმაში ასევე შენ აი გამოიჩენ ამდენ უმადურობას ამოვა ყელში და ადგება და იმ თურქებს აუთებს წვანე შუს მაპასუხებინე ერთმანეთს კი ბატონო ლაპარაკობ ანასწორ უფლებიან ურთიერთობებს კი ბატონო და მე ეხლა კაცმა მცემე დამლახე დამაგდე ტერიტორია წამართვი და ამის მერე შენ კიდევ მელაპარაკები რომ მე შენ უნდა მოხვიდე ჩემთან ბოდიშებით და ასეთი რაღაცები არ გამოვა ბატონო ეს იმიტომ რომ დღეს სხვანაირი მსოფლიოა შენ თუ მაგარი იყავი და კუნთებს ათამაშებდი შენი კუნთების თამაში ბოლოს და ბოლოს დავინახი აგერ უკრაინაში
კი მართალია წინ მიდიხარ, მაგრამ რა დაინახეთ უკრაინაში. იმ წელწადში დამამთავრებინე, იმ წელწადში რამდენსაც შენ ომს ამთავრებ, აწარმოებ იმაში ევროპის ცენტრში შევიდა, შენ მაგერ იმას რა ქვია, ავტობანს ვერ გაცდი. მე ამიტომ ვლაპარაკობ ამას. შეიძლება, მე არ ვლაპარაკობ, არა ვარ რაღაცა სასწავლი ისეთი, რომელიც ვაგინოთ და ვლანძღოთ და ასე შემდეგ. უპირველეს ყოვლისა, ყველაზე მეტი უკეთესი რესპუბლიკა და ყველაზე მეტი უკეთესად ურთიერთობები ქართველებსა და რუსებს შორის იყო მთელ საბჭოთა კავშირში. ამიტომ თუ რაიმეში დამნაშავეები არიან, უპირველეს ყოვლისა, ერთი მხარ ჩვენც შევცდით ბევრ რაიმეში, მაგრამ მათ რაც გააკეთეს იმ წლებში და რომელიც შავად მოყვება აგენ მთელი ამდენი 34 წლიან ისტორიას, ეს უნდა თქვას, რომ მე არ გავაკეთე სწორად. არ იყო ეს საკითხი ჩემთან სწორად. რომ გამოდის მათი უმაღლესი პირები და ლაპარაკობენ. აფხაზეთი არაზროს არ ყოფილა საქართველოს ტერიტორიაო. ამას რა სინდისით ლაპარაკობენ, მითხარ? რა ნამუსით ლაპარაკობენ ახლა? ამის შემდეგ შეიძლება ერთი წამი ლაპარაკი. ამიტომ ლაპარაკობ ჩვენ დღე და ღამე რომ აქ რო დამიჯდები და იმას რო იძახი შენ რო ჯერ დამიბრუნოს და მერე დაველაპარაკები. რო იძახის ამას ჩადი და დაელაპარაკე მერე. შენ რამეს რო წაგართმევს ვინმე ნიმ მოვა ჩემო ერთი წამი ბატონო ვედი შენ მეც მოდი რა ერთმანეთს მოვა ჩემო ბატონო ნიკოლოზ როდის მოხვალ ეხლა ვერ გავიგე ერთი წამი მათქმევინეთ ერთი წამით მათქმევინე და მე თქვენ თქვი ჩვენ ხო არ ვართ ისეთ გადაცემაში დროს არ გაძლევდეთ მე უბრალოდ პარიტეტი დავი ორ ხმაში რო ვილაპარაკოთ ვერავინ ვერ გაიგე შედალოცილო შენა რომ მოხვალ უკვე გვიანი იქნება აგერ უკვე თვითრინავის აეროპორტი გაიხსნა სოხუმში უკვე ფრენები აღდგა აგერ უკვე კომეტა დაცურავს უკვე სოხუმისკენ აგერ უკვე ისა რა ქვია უქმდება სხვადასხვა რეგულაციები და ერთიან იმაში სივრცეში როდის მოხვალ როდის რომ მიმიერთებ მერე და მერე კიდე აი ესეთი თავკერძა და ამპარტაუნული პოზიციები რო გვაქვს რომ შენ ეხლა დამჩაგრე მე და ბოდიში და შენ დიახ უნდა მიხვიდე იმიტომ რომ შენ ახალ პატარა და სუსტი და როცა შენ სუსტი ხარ უნდა გადაყლაპო რაღაცეები და მერე კიდე ერთი წამი თუ მოტყუებაზე და თუ იმაზეა ლაპარაკი ხო 93-ს დავანებო თავი მაგრამ შემდგომში შენ 2008-ში 2003-ში ქონდა 100-ჯერ ტერიტორიულთიანობის დაბრუნების საკითხი როდესაც შენ ცხინვალში დადიოდი როდესაც მანქანებს ნომრები შეგეძლო გამოგეცვალა და ეს ბოდიში და არ ძიმბა და ისა დღედაღამე აქ დადიოდა შევარდაძესთან და შენი უტვინო პოლიტიკის შედეგად მოიყვანე სააკაშვილი ხელისუფლებაში და მე ანტიტერორისტულ ცენტრის როდესაც ასლანა სამხედრო ბაზები გავიდა მოხდა შეთანხმება სააკაშვილსა და პუტინის შორის ხაინდრავა იძახის სხვათა შორის ამას გოგა ხაინდრავა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა რომ მოსკოვშიო მიგვიწვიაო ჩვენო იმანო რა ქვიაო ეს მოусმინე კი ხო და მოსკოვში მიგვიწვიაო და გადაწყდაო რომ ესე იგი ამ მისიო რა ქვია ბაზების მერეო გითხრავ რომ აიო როგორცო თქვენო იქო აჭარაში შეხვედით ბაზები გავიდაო თუ თქვენ წესერად მოიქცევითო თქვენო ცხინვალშიცო შეხვალთო ხო და მე ეს გახარებული კი იყო ეს იდიოტი სააკაშვილი მაგრამ ამან თქვა რომ მეო მაგდეს სად დაველოდებიო ეხლაო და ადგა და პუტინი გადააგდო გესმით და ჩვენ როდესაც ვლაპარაკობთ მოდი ჩვენი შეცდომებიცავ თქვა და დადისვით და ეხა სააკაშვილი ერთი წამით ეხა მე არ მინდა კიდე ესეთი პოზიციების და სააკაშვილი გინდა არ გინდა იყო საქართველოს პრეზიდენტი და გინდა არ გინდა აი რო თქვენ როგორც იძახით ეხლა რომ ისაო რა ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს ელცინი ამერიკის ის იყო რა ქვია აგენტიო თუ რუსი ისევეა ეხლა იმ რუსისთვის და იმ ოსისთვის და აფხაზ რა მნიშვნელობა აქვს ის იყო საქართველოს პრეზიდენტი შენი პრეზიდენტი იყო იდიოტი იყო თუ არ იყო იდიოტი ამიტომ როდესაც რაღაცას ვლაპარაკობთ ხო ჩვენი ისინითაც გამოვიდე და ეს თავკერძა ამპარტავადი პოზიცია რომ წამართვა გამლახა მაშინ მასე თუ ვლაპარაკობთ არც თურქეთს უნდა დაელაპარაკო ყველამ გაგლახა და ყველამ გცემა შენ თურქეთმა გაგლახა გცემა თურქეთს რაც ბოროტება აქვს გაკეთებული საქართველოსთვის მაშინ არც თურქეთში უნდა ჩახვიდე და არ უნდა იმას და დაისვენო იქა იმიტომ რომ ტაოკლარჯეთი წაგართვა და გააწყავა ქართველები აზერბაიჯანმა წაგართვა აგერ გარეჯი და ჰერეთი წაგართვა აგერ სომხეთმა არავის არ უნდა დაელაპარაკო ასეთი ლოგიკით მაგრამ ერთადერთი გამოსავალი აი მე რაც დაგისვით კითხვა ქვეყანა გაქრობის პირასარი დღევანდელ დღეზე გეუნები თურქეთი გეუნება თურქები თუ ჩამოსახდნენ ბატონო ედიშერ თქვენც ხო კარგად იცით თურქები თუ ჩამოსახდნენ ჯავახეთში საქართველო არის დაკარგული
როგორ? არ მოხდება ეს. რანაირად არ მოხდება? ვინ ჩემი ფეხები ხარ? რა წინა ღუდგები თუ რა? აი ვინ არის საქართველოს ერთი მაინტერესებს თურქეთს აღუდგები წი? ზუსტადად აღუდგები. რანაირად აღუდგები? გეკითხებით ერთი ძალა გაქვს, იარაღი გაქვს, ჯარი ყავს თუ რა? რანაირად აღუდგები თურქეთს? კაცი ჩაგიყვანა, ყაველაშვილი ჩაიყვანა, ასეთი დიდი შეურაცხყოფა როგორ უნდა აკადრო ქვეყანას, რომ დიდგორობა დღეს ჩავიდა კაცი იმაში რა ქვია თურქეთში და იმასე რა ათათურქის საფლავზე იყო. შეიძლება სხვა დროსაც მიხვიდე. დიდგორობა დღეს რო ჩავიდა იმაზე მეტი უკეთესი რა შეიძლება? როგორ? დიდგორობა დღეს რო ჩავიდა იმაზე მეტი უკეთესი რა იყო? დიდგორობა დღეს პრეზიდენტი თურქეთში უნდა ჩასულიყო. ათათურქი სხვათა შორის სათაური იყო, ხო იცი? ალბანელი იყო წარმოშობით. არა, გავიგე, მაგრამ თქვენ იზიარებთ. ნუ ერთი სიტყვით, მე ჩემი აზრი მაქვს ამის შესახებ შენი და მე ვისურვებდი ასეთი კამათები საქართველოში ყოფილიყო ამ საკითხებში. მე ბატონო ედიშერ, თქვენ უდიდეს პატივს გცემთ. მეც ასევე ხო. ჩვენ აი ესეთი კამათები, ჩვენ ეხლა ვიღაცა მაყურებელი რო შემოგვესწრო შეიძლება იფიქრა რომ რაღაცა მე ვფიქრობ რომ ესეთი კამათი უნდა იყოს, იმიტომ რომ ეხლა ჩვენ აქ ლექცია სემინარებს არ ვატარებთ ამ გადაცემაში. აი ესეთი ეხლა უყურეთ ჭეშმარიტება იბადება კამათში. მე ბევრჯერ ყოფილა რომ მაგალითად თქვენს გითქვიათ და თქვენ მხარეზე გადმოვსულ ვარ, თქვენ პოზიციაზე. კი ბატონო. მე შეიძლება თქვენს რაღაცა შეგეცვალოს აზრი. კი. თავარი არის რომ ამაზე უნდა იყოს დისკუსია, რაზეც ვლაპარაკობ ჩვენ. იმიტომ რომ მაყურებელმა უნდა გადაწყვიტოს ჩვენ როგორი გზით უნდა წავიდეს. მე არ ვიძახი რომ მე ჩემი აზრი მაქვს და მიმაჩნია რომ ეს სწორია. თქვენი აზრი გვაქვს. უნდა გასაჯოს ერმა და გადაწყვიტოს ყველაფერი, მაგრამ მე დიდ მადლობას მოგახსენებ. შემოგევდი 100%-იანი. დიდ მადლობას მოგახსენებთ გადაცემაში მონაწილეობისათვის, იმიტომ რომ თქვენ ყოველთვის მაყოფილი ვარ ამ ყალბათით კარგი იყო. განსხვავებული მოსაზრებები, მაგრამ ეს ხელს არ უშლის იმას, რომ ჩვენ რაიმე ერთმანეთს დაუპირისპირდით და ასე შემდეგ. ჩვეულებრივი ამბავი არის კამათი. კამათი იბადება კეთახმები ჭეშმარიტი. კი ბატონო. დიდი მაგალითად იყოს ასეთი რაღაცები. დიდი მადლობას მოგახსენებთ ბატონო ედიშერ. კარგი იყო ჩემო დიდი პატივისცემით. გაიხარეთ. თქვენგანაც ასევე. კარგად ჩემო ნიკოლოზ. გაიხარეთ. ბატონი ედიშერ გვენეტაძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, ძვირფასო ტელემაყურებლებო. და მე ვფიქრობ საინტერესო დისკუსია გამოგვივიდა დღეს ჩვენ ამით გემშვიდობებით ხვალ შევხვდებით ერთმანეთს საღამოს 9 საათზე კარგად ბრძანდებოდეთ.